საგამშვიდობის ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო, თხოვეს მეგობრებმა რომ ჩამეწერა ლაივი ცოდვის შესახებ. რა არის ცოდვა და რა არის სიწმინდე. აი ამ ორ თემაზე მინდა დღეს ვისაუბრო და შევეხები თუ რა ევალება ნებისმიერ ქრისტიანს. მოკლედ პირველი საკითხი არის შემდეგში. ანუ ასეთი კითხვა არის, რა არის უბიწოება? უბიწოება არის ძველ ქართულად თარგმნილი, ხოლო ახალ ქართულად არის უცოდელობის დაცვა. ანუ როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ უბიწოდ დაიცავ, ესე ამცნე რომ უბიწოდ დაიცვან თავიო. უბიწოდ ნიშნავს, რომ უცოდველად დაიცვან თავი, ანუ უცოდელობა დაიცვა. არის ესეთი პასაჟები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში, რომ ასწავლეთო, ასეო, შეაგონეთო, რომ უბიწონი იყვნენ, უბიწოება დაიცვან. როგორ ივლი ქრისტეს კვალზე, აი პეტრე მოციქული ხომს, რომ მაცხვარმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტე მოგცა კვალი, ანუ გზა გაგვიკვალა, რომ მის კვალზე ვიაროთ. ხო და როგორ ივლი ქრისტეს კვალზე, თუ კი ქრისტეში სიმართლის მძებნელს, რომ ვცდილობთ რომ ქრისტეს მეშვეობით გავმართდეთ, ამასობაში უცბად კვლავაც ცოდვაში გიპოვის ღმერთი. როგორ გაეძებ ქრისტეში გამართლებას, თუ კი ღმერთი გიპოვის ცოდვაში. ნახეთ რომაელების მე-6 თავის მეორე მუხლი და გალატელების მე-5 თავის 24 მუხლი. რა არის სამოციქულო მოწოდება? ჩვენ რომელიც მოუკვდით ცოდვას, ანუ მოუკვდით ცოდვისათვის, როგორ გავიცხოვროთ მასში? ვეღარ ვიცოცხლებთ, ანუ კოდრები ცოდვისათვის კოდარი გამოუსადეგარი არის, ცოდვისთვის ცოდვას აღარ ჩადის. მაგრამ დღევანდელი ეკლესია, თუ შეიძლება მას საერთოდ ეკლესია უწოდოთ, არ ქადაგებს ამაზე, თუ რა არის სიწმინდე და რა ევალება ქრისტიანს. ზოგადად რა არის ქრისტიანობა? გალატელთა წერილის მე-5 თავის 24 მუხლშიც იგივე პასაჟს იმეორებს მოციქული და ამბობს, რომ ისინი ვინც ქრისტესნი არიან, ქრისტესთან ერთად ჯვარსაც უნეს თავიანთი სხეულები სურვილებითა და ნებებით. ანუ მთლიანად საკუთარი თავი მიუძღვნეს იესო ქრისტეს. ანუ იმდენად გახდნენ უკვე ამ ქვეყნისათვის მკვდრები, ცოდვისათვის გამოუსადეგები, რომ ისინი მათ შეწყვიტეს ეს ცოდვის ჩადენა. ეხლა ეს რო არ არის ჩემი პირადი აზრები და ეს რო არის სამოციქულო სწავლება, ამას მოვიყვანთ შემდეგი საეკლესიო კანონებიდან, დიდი ჯვრის კანონიდანაც. მეორე საკითხი ეხება შემდეგ საკითხს, ნახეთ, ღმერთს არ ჭირდება ცოდვილი კაცი. ეს არის ზირაქის წიგნის მე-15 თავის მე-12 მუხლი. მოგეხსენება ზირაქის წიგნი დღეს ეკლესია მიიჩნევს არაკანონიკურად და დაახლოებით 11 წიგნი აქვს ამოღებული დღევანდელი როგორ გითხრა კლასიკურ ეკლესიას თუ კლასიკურ მართლმადიდებლობას, ის რაც დღეს ეკლესიის სახელით სარგებლობს, ამოღებული აქვს 11 წიგნი ბიბლიიდან, რომელიც აპოკრიფად არის მიჩნეული. თუმცა წმინდა კლიმენტი რომაელის 8 წიგნაურში მითითებული არის, რომ ისეთივე წმინდა წიგნი არის ზირაქის წიგნი, როგორიც წმინდა წიგნებიც არის დანარჩენი თუნდაც პსალმუნები და სხვადასხვა წიგნები, მოსეს წიგნები. ასე რომ ზირაქის წიგნიდან არის ესეთი ციტატა მე-15 თავის მე-12 მუხლში. ღმერთს არ ჭირდება ცოდვილი კაცი და აქვს თავისი განმარტება ამას. რადგან ცოდვილი ადამიანი არ იცნობს ღმერთს, ძალიან მარტივად არის. ცოდვილი ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვს ღმერთთან. ასე რომ ცოდვილი ადამიანის ლოცვა სხვა მეორე ცოდვილის მიმართ მის მაგივრად არის სრულიად ამაზრდელი და გაუმართლებელი სამოციქულო სწავლებისგან გამომდინარე. ნებისმიერი ცოდვა მადლს გვაშორებს, ხოლო ის, ვინც მადლში რჩება, თავს არიდებს ცოდვის ჩადენას და წყვეტს მას. ხედავთ მეგობრებო, ნახეთ შეხედეთ. ესე იგი, ნებისმიერი ცოდვა არის უსამართლობა და ნებისმიერი უსამართლობა თავისთავად მადლს გვაკარგვინებს და გვაშორებს ღმერთს. ხოლო ის, ვინც ამ მადლში რჩება, ავტომატურად თავს არიდებს ცოდვის ჩადენას, იმიტომ რომ იცის დანაშაულის სიმძიმე და იცის რა მძიმე გადასატანია, რა
მდგომარეობა არის მადლს მოკლება. რა მტკივნეულია მისთვის მადლს მოწყვეტა, როდესაც ამას ათვისნობიერებს ის ადამიანი ცოდვას გაურბის. და ცოდვას რომ გაურბის, ავტომატურად წყვეტს ცოდვის ჩადენას. ის ვინც ცოდვას გაურბის მადლის დაკარგვის შიშით, ის ავტომატურად წყვეტს ცოდვის ჩადენას. ასე რომ ეს რეალობა არის. ეს არ არის უბრალოდ ხაერზე ლაპარაკების სიტყვები, იმიტომ რომ თვითონ მაცხოვარიც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ ჭეშმარიტად ძეს შეუძლიათ თქვენი გათავისუფლება ცოდვის მონობისაგან. ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია. ანუ მადლი მოსახვეჭი რამე არ არის, ეს დაუმსახურებელი საჩუქარი არის. ასე რომ, როდესაც მოდის საჩუქარი უფლისგან, თუ არ იცნობ მას, ვერ მიიღებ, უნდა იცნობდე იესო ქრისტეს, რომ შენ მისგან საჩუქარი მიიღო. თუ არ იცნობ და არ იზიარებ მის სწავლებას და მის სიტყვას არაფერთ არ აგდებ, მაშინ შენსა და იესოს შორის ხით ჩატეხილობა და საჩუქარიც არ აქვს. მადლის არ აქვს მონიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ დაუმსახურებელი საჩუქარი არის. როგორ მივიღებ საჩუქარს იმისგან, ვისაც არ ვიცნობ? რატომ მომწერს მე საჩუქარს ის, ვინც არ მიცნობს? რა თქმა უნდა, ვიცნობდე მას, რომ მისგან მივიღო საჩუქარი. ხო, რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა არ არის უბრალოდ სიტყვაზე თამაში და რაიმე ქრისტიანი ვარ და ნახე რა კარგია, დღეს მოდაში იქცა ქრისტიანობა და ყველა ვინც ასე თქვა, ტაძარშტატის თავი ქრისტიანი გონია. ეს არ არის მეგობრებო ქრისტიანობა. ქრისტიანობა მოითხოვს უსამართლობის წინააღმდეგ გამოსვლას, ხმის ამოღებას. აი როგორც პირველი ქრისტიანები იყო ხო, პირველი 4 საუკუნე ქრისტიანობის ეპოქაში დევნის ეპოქა იყო, ლომებს უგდებდნენ და როგორი დევნა იყო, განსაკუთრებით ანტინიკელ მამებს როგორ ექცეოდნენ რომის იმპერატორები, 1000 გადასახლებები იყო და ცეცხლში დაწვევები და მთელი უბედურებები ხო არენაზე ლომებს უგდებდნენ და ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს. და ამით ერთობოდნენ. და დღეს ეს ადამიანები, ამათი ნაშიერები გამოდიან და ქადაგებენ, რომ აი ქრისტიანობა ეს არის, ფუფუნება, სიმდიდრე, რა ვიცი, კაი ცხოვრება, კაი ჭამა, კაი სმა, კაი მოპირკეთებული ტაძრებში სიარული, კაი დიდი სანთლის დანთება. ნახე უყურე რა ხდება? იერუსალიმის ტაძარში იესო ქრისტემ სანთელი აანთო, როდესმე ან ხატისნა შეილოცა? არა. ესე იგი, არავით არ იკავშირია რა დღევანდელ კლასიკურ მართლმადიდებლობას იესო ქრისტეს სწავლებასთან. ეს არის ჩვეულებრივი წარმართობა, რომელიც იყო ძველად მთაში და სხვადასხვა კუთხეებში საქართველოში, რომელიც გადმოიტანა და ჩაანაცვლა ვითომ კლასიკურმა მართლმადიდებლობამ. გეუბნებით, არავით არ იკავშირია რა აქვს ამას. რაღაცა მკითხაობასთან და ჯადოქრობასთან და მაგიასთან არის მაგიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე იესო ქრისტეს მიმდევრობასთან. რასაც დღეს 60 ქულო ეკლესიის სახელით სარგებლობს სატანისტური საეკლესიო კრება. ესენი ქრისტიანები ხო არ არის, ყველამ კარგად იცის და ხენაყოფით შეიცნობა ამბობს იესო ქრისტეც, ხო? ცურიო ხის ძირას ადეევსო. ხე რომელიც კეთილნაყოფს არ გამოიღებსო, მოკვეთავენო და ცეცხლში დაწვავენო. ამიტომ ყველაფერი ნათქვამი არის უკვე რა. ყველა ადამიანის ძირში დადებულია ცური, რომელი ადამიანიც არ გამოიღებს კეთილნაყოფს, ანუ იესოს სიტყვების მიხედვით არ იცხოვრებს, მოკვეთავენ მას და ცეცხლში ჩავარდება. ეს არის მისი დასასრული. საერთოდ არ უნდა გეშინოდეს შენ სიმართლის თქმის, რაც არის, ის უნდა თქვა. და ამას ლევან პეტრიაშვილი არ იგონებს. ამას კრებები და დადგენილებები თვითონ საეკლესიო, რაც გადმოცემით იყო, იქიდან არის ეს წყაროები, რომელიც დღეს თქვენამდე არ მოვიდა, არ მოგიტანეს. და გეუბნებიან, რომ თავი სულ მუდამ დამნაშავედ უნდა იგრძნო, რომ თქვენ ცოდულები ხართ, თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მადლით გავმართით და ჩვენი ცოდვები იტვირთა, თქვენ მაინც ცოდულები ხარ და თქვენ მაინც აღსარება ზიარება და რაღაცა ისეთი სისულელეებს ტენიან. ეს არ არის იესო ქრისტეს სწავლება, ეს არის დემონური სწავლება. არანაირი აღსარება ზიარებით ადამიანის გარანტია და მიტევება ცოდვების არ ხდება. და ვერ მოგცემთ ვერც ერთი მოძღვარი, ჯერ მოძღვარიც არ უნდა უწოდოთ მაგას. ვერც ერთი მამაო თუ სასულიერო პირი ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ აღსარება ზიარებით თქვენ გარანტირებული გაქვთ ცოდვების მიტევება. არ არსებობს გარანტია ცოდვების მიტევების. იმიტომ რომ ეს აღსარება ზიარება არაფრის მომცემი არ არის. არ იცვლები შინაგანად, რაც ხარ იგივე რჩები. როგორც ხელდასხმა არ არის გარანტი უცდომელობის, იმიტომ რომ აგერაზე არიოზიც ხელდასხმული იყო და ძალიან ბევრი მამები იყვნენ ხელდასხმული, რომლებიც ეკლესიამ წვალებლებად ჯერასხა. თუმცა ისინი დარჩნენ, როგორც თვითონ აპრაებენ და ამბობენ, რომ ხდელი რაც არ უნდა დისტომირებაში ჩავარდეს, ის მაინც მუდმივად რჩება და სულწმის მადლი არ ტოვებს მას. ეს არის სისულელი, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც დემონურ წვალებლობაშია და მიატოვა 60 კილო გზა და იესო ქრისტეს
სწავლება სააცდინა ხალხი ის რაც უნდა მოდელი იყოს და რასაც სასულიერო იყოს ის განწირულია ჯუჯოხეთისათვის და ეს მე არ ვიგონე ფაქტ წერია დიდი ჯულის კანონში და წმინდა კლიმენტი რომელიც რა წიგნებში და ბოლოს ამას მოგიყვანთ ყველაფერს რომ ეს არ არის უბრალოდ ჩემი ვერსია ეს არ არის უბრალოდ ჩემი ინტერპრეტაცია და მე რა ხამ სურს იმიტომ არ გახოთ ჩემს აზრებს თავზე კაი ესე იგი ქრისტიანობა არის გამარჯვება ცოდვაზე რა არის ცოდვა ცოდვა მხოლობით პირში არის მოხსენებული პავლესთან როგორც ამბობს რომ მე კი არ მინდა ანუ მე სიკეთის კეთება მსურს მაგრამ რაღაც არის ჩემში რაც მიშლის მე ამის გაკეთებას ანუ მე კი არ ვაკეთებ არამედ ცოდვა რომელიც მძავლობს ჩემში ამ ცოდვა რაღაცა პიროვნებაა თითქოს რომელიც შენი ნებართვის და შენი ასე ვთქვათ პიროვნული ნებელობის წინააღმდეგ მიდის და შენს მაგრად აკეთებს გადაწყვეტილებას ანუ გადენინებს ცოდვას და ისე გამოდის თითქოს ცოდვას აბრალებს და თვითონ უმანკო არის ანუ რაღაც არისო ჩემ ძალაშიო რომელიცო მე ვერ უმკლავდებიო და სულითო ვემორჩილები ქრისტესნებს მაგრამ ხორცითო ცოდვის ჯულსო ვაიმე ვინდა მისცეს მე ამ სიკვდილის სხეულისგან მაგრამ მერვე თავში შემდეგ ამბობს რომ მადლობელი ვარ ქრისტეს მეშვეობით რომ მე მომეცა ძალა მადლის ძალა რომ ამ ძალის მეშვეობით მე ვამარცხებ ცოდვას ჩემს სხეულს კლავ ხო ანუ ის ვინც ქრისტეშია და თუ ქრისტე თქვენშია ხორცი ცოდვისათვის მკვდარია ეს არის რომაელთა მერვე თავის მიათე მოხდა აი ეს არის უკვე დასკვნა მიუხედავად იმისა რომ ცოდვა მძლავრობს ადამიანზე და მოქმედებს ჩვენს სხეულზე რადგანაც ცოდვის ნიშანი სიკვდილია ამის მიუხედავად პავლე მოციქული ამბობს რომ გვაქვს ჩვენ მადლი მადლობა უფალი იესო ქრისტეს რომ მოგცვა ჩვენ დაუმსახურებელი მადლი ვისი მეშვეობითაც ჩვენ უკვე ვამარცხებთ ცოდვას ჩვენ სხეულში და ჩვენი სხეული მკვდარია ცოდვის გამოყენებაში ანუ ცოდვა ვეღარ ბატონობს ჩვენს რადგან ჩვენ ქრისტეში ვართ და ამბობს კიდევაც ეს არის ხალხგასასმელი მეგობრებო რომაელთა წერილის მერვე თავის მეათე მუხში მნიშვნელოვანი სიტყვები არის ერთი წუთი მოვალ დამელოდეთ მოვიდეთ და გავავიწყებთ ჩვენ. ესე იგი, ვიყავით მეორე საკითხზე გაჩერებული. ქრისტიანობა არის გამარჯვება ცოდვაზე. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისათვის მკვდარია რომაელთა მერვე თავის მეათე მუხლი. ეხლა რა ხდება, ნახეთ. დღევანდელი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ მოდი ქრისტესთან. და იესო გეუბნება, რომ მე ვარ თქვენში, თქვენ ხართ ჩემში. როგორც მე ვარ მამაში და ცოცხლობ მამით, ასევე იცოცხლებს ჩემი მჭამელიც, ხო? ჭამა ეს არ არის მაინც და მაინც ფიზიკური გაგებით. ჭამა არის უბრალოდ იმ სიტყვის მოსმენა და პრაქტიკაში განხორციელება, რასაც იესო ასწავლის თავის მოწაფეებს, თუნდაც მთაზე ქადაგება, სხვადასხვის დაკვირვებული თუ ხართ თქვენ იესო ქრისტე ყოველთვის ადიოდა მთაზე და მთაზე ქადაგებდა. ანუ მთაზე ქადაგებები არის ხანტარებას მთაზე ქადაგებებიდან არის შემორჩენილი. ის არასოდეს არ ჩამოდიოდა, არ ქადაგებდა, ასე ვთქვათ, ვიწრო წრეში და დაბალ ფენაში. ყოველთვის ადიოდა მაღლა მთაზე და ხალხი მიყავდა, ხალხი თვითონ მისდევდა და ხალხს უქადაგებდა მთაზე. რატომ მაინც და მაინც მთა? აი ისრაელის ერს გამორჩეულად ქონდა მთაზე დასახლებული იყო, მთაზე და არა ხრიოკ მიწაზე. ესეც გასაკვირი არის, სად ცხოვრობდა ძველი ისრაელის მოსახლეობა. ჩემი აზრით ერთი ცოდვა არსებობს, ეს არის პატიმოყვარეობა. მასია ყველა უკეთურება აკინძული. კი, პატიმოყვარეობის ცოდვაზე საუბრობს. რა ქვია იმას? რომელიღაც წმინდა მამა არის, მე მქონდა მაგაზე სტატია დაწერილი ასკეტიკაში. გავიხსენე კასიანი რომაელი, ხო, წმინდა მამა კასიანი რომაელი პატიმოყვარეობის წინააღმდეგ ბრძოლას წერს, რა მაგარი რაღაცები უწერია. ანუ რაღაც არის შინაგანად, რომელიც ყველაფერი შენიდან მოდის, შენიდან გამოდის. ანუ ხო ამბობს იესო ქრისტე, რომ
კაცის გულისაგან გამოდის მუშობანი, პარვანი, კაცის ყრანი და ყველაფერი რაც არის, ხო? შინაგანი მდგომარეობა ადამიანის რაც უკვე გარეგნულად გამოაქვს და შედეგის ნაყოფი არის. როგორც ხარ შინაგანად განწყობილი, ის აისახება შენს გარეგნულ ქცევებზეც. რაც ახარ შინაგანად, ის ახარ გარეგნულადაც. ნებისმიერ საქმეში, ქცევებში, მეგობრობაში, ცოლქმრობაში, ურთიერთობებში, სამსახურში, რაც ხარ შინაგანად, ბოროტი. ის გამოგაგ გარეთ. და ამიტომ არის შინაგანი ცვლა, ქრისტიანობა არის გამარჯობა ცოდვაზე, ანუ საკუთარ თავში აღმოაჩინო უსამართლობა, უსამართლობის სიყვარული ჩაახშვა. არ იყო შინაგანად ესეთი. ხო, შეიძლება გარეგნულად ესე ჩანს, რომ ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ ისინი საცუდავები არიან და გადარჩენა სჭირდებათ იმ ადამიანებს. ასე უნდა იფიქრო და რა ის რომ რახან მე სიყვარულის წილ სიძულული მომაგეს, მოდი მეც გავუბრუნდე და ანალოგიურად დაუბრუნო. აი ეს არის თუნდაც ქრისტიანობა გამარჯობა ცოდვაზე, იმიტომ არის რომ ჩვენ გვესმის სიყვარულის ფასი, ჩვენ გვესმის მადლის მნიშვნელობა. ისევე როგორც ცოლი და ქმარი არიან შერწყმული ერთად და სტკივოთ ერთმანეთობა, ასევე უნდა იყოს ქრისტიანი, ქრისტესთან შეერთებული მადლის მეშვეობით და უნდა სტკიოდეს მადლთან გაწყვეტა, კავშირის გაწყვეტა და ცოდვასთან შეგუება. აღარ უნდა ეგუებოდეს ცოდვაში ცხოვრებას ქრისტიანი, ანუ ამის თქმას სურს. ეხლა მესამე საკითხი. სახარებისეული ინფორმაციის მიღება და მისი გონებაში აღწერა და მისი აღბეჭდა შემეცნებაში ჩვენ ისეთივე წმინდა ღვთის ცოცხალ ხატად გვაქცევს, როგორც ტილოზე გამოსახულ სახარებისეულ სიუჟეტს, რომელი ინფორმაციაც აქცევს ამ ტილოს წმინდა ხატად. აი, მაგრამ ეს მართლმადიდებლური ხატი. ხატი არ არის უბრალოდ დახატული რაღაც ინფორმაცია, არ არის უბრალოდ დახატული რაღაც ინფორმაცია. ხატი დღემდე ვერ ახსნა ვერავინ ვერც მართლმადიდებლობამ, ვერც მამებმა და ვერც ქრისტიანობამ ვერ ახსნა რა არის მართლმადიდებლური ხატი. და ეს არის დიდი პრობლემა ეკლესიაში. ხალხს გონია რომ ხატზე კოცნი და ხატზე ლოცვით არის ღვთისმსახურება და ღმერთთან რაღაცა ურთიერთობის დამყარება, რაღაცა ურთიერთობის, იმიტომ რომ ეს არ არის ცოცხალი ურთიერთობა. რაღაცა ურთიერთობის დამყარება არის, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობის დამყარება არ არის ხატთან ლოცვა. ამას ლევან პეტრიაშვილი არ იგონებს. აი მაგალითად წმინდა ეპიფანე კვიპრელი რატო დაივიწყა ეკლესია მეწმინდა მამა და ამის ნაშრომები. რატომ არ არის თარგმნილი პანარიონი ორტომეულად მისი 800 გვერდიანი წიგნები. იმიტომ რომ ეკლესიას, დღევანდელ ეკლესიას და ამ ღდლებს არ აწყობთ სიმართლის გაგება, სიმართლის მოსმენა. ბევრი საიდუმლოების გამო, რაც დაწერილია თუნდაც ამ წმინდა მამების ნაშრომებში. მოგეხსენებათ, რატომ მოვაყოლე ახლა ეს წმინდა ეპიფანე კვიპრელი სალამინელი იყო ეპისკოპოსი, რომელსაც დაუნიშნეს დებატები, ასე ვთქვათ, იოანე ოქროპირთან. უნდა შემდგარიყო ეს დებატები, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა რომ ოქროპირი მოკლეს და ეს უკან გაბრუნდა ისევ ნავით წმინდა ეპიფანე კვიპრელი. და როდესაც ჩავიდა და დაინახა ეკლესიაში ხატი იესო ქრისტესი გამოსახულება ფარდაზე. მივიდა და ჩამოხია, თქვა რომ გამოუსახველი ღმერთის ხატით გამოსახვა ეს არის უდიდესი ღმერთის ღვთის შეურაცხყოფა. არავინ არ სინათლემ დაფარაოს. ხოთაშორის ევსები კესარიელი წერს კონსტანციას, იმპერატორი კონსტანტინეს დას, რომ შენ მონისხატებას ითხოვ, იმ მონისხატებას, რომელიც ღვთაებრივმა ნათელმა დაფარაო და მისი სახის შუქიდან გამომავალი სინათლის გამო მისი სახე დაფარულია უკვე. აღარ ვიცით ის როგორი სახით არის. ასე რომ შენ მონისხატებას ითხოვ და ეს ღვთაებრიობის დამაკნინებელი არის. იესო ქრისტეს გამოსახვა კაცობრიობი ბუნებით ტილოზე და ხატის დახატვა იყო იმ დროინდელი წმინდა მამებისთვის ღვთაებრიობის დამამცირებელი ჟესტი, ასე ვთქვათ, რომ არ შეიძლება არავითარი გამოსახულება გამოისახოს გამოუსახველი ღმერთის. თუმცა შემდეგ მოგეხსენებათ მრავალი კრება ჩატარდა, ზოგმა მიიღო, ზოგმა არ მიიღო, ბოლოს მაის ხატმებრძოლოების ერესიო, მერე ხატმადიდებლობისო, ხატთაყვანისცემისო და ბიჭო მართლმადიდებლობამ გაიმარჯვა. არავითარი მართლმადიდებლობამ არ გაიმარჯვა. განსაკუთრებით წერია პავლეს წერილებში, თუ თქვენ საერთოდ გჯერათ მოციქულების, არ ვიცი, ეგეც საკითხავია, თუ გჯერათ საერთოდ. თუ გჯერათ, მაშინ უნდა მიყვებოდეთ იმ გზას, რაც სამოციქულოა და რასაც მოციქულები გასწავლიან. გვერდზე არ უნდა გაწიოთ იმათი სწავლება, თუნდაც ეს უბიწოების დაცვას. ხო, ასეთ რაღაც სამოს პავლე მოციქული, მეორე კორინთელების მეხუთე თავია თუ არ ვწდები. ჩვენ აღარ ვიცით, თუ აქამდე ხორცად ვიცნობდით მას, როგორი სახის იყო და ფორმის იყო. დღეს უკვე აღარ ვიცნობთ მას, როგორი სახის არის. იმდენად დიადია მისი ღვთაებრიობა, რომ მისი სახიდან გამომავალი შუქის მეშვეობით ჩვენ აღარ ვიცით იესო ქრისტეს ფიზიკური სახე როგორი არის. ამიტომ მისი დახატვა და გამოსახვა ტილოზე
ეს არის ყველა წარმოუდგენელი და თავად დამამცირებელი იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების. ხო, ხა მეორე ვარიანტი არის, რომ როგორ აპრავებენ და ამართლებენ ხატ მადიდებლობას, ხატ დაყვანისცემას უბრალოდ. არის ესეთი ვარიანტი, რომ იყვნენ ერეტიკოსები, დოკეტისტები მეორე საუკუნეში, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას, ანუ კაცობრივ სხეულს, რომ ის ამბობენ, რომ მოჩვენება იყო, ხან უჩინარდებოდა, ხან ჩნდებოდა. ამიტომ როგორც სხეულში მოსულ პიროვნებას ისინი უარყოფდნენ დოკეტისტები და ამბობდნენ, რომ ეს მოჩვენება იყო. და ის იესო ქრისტე კი არ მომკვდარა ჯვარზე, ეს უბრალოდ მოჩვენება იყო და გაუჩინარდა და რაღაც სისულელე. ამიტომ დაშირათო გამოსახო კაცობრივი ბუნებისაო, მაცხოვრისო, რომ აი ეს დაენახებინათ მათთვის, რომ აი იესო ქრისტე ნამდვილად ადამიანური ბუნებით იყო სხეულში მოსული. და ამიტომ დახატეს ხატიო. მაგრამ თუ ასე იყო, ხო, რჩება კითხვა, რატო იყო წინააღმდეგი წმინდა, არა მარტო წმინდა, რა ქვია, რა ვთქვით წეგან, სალამინე, კვიპრელის, ხო, დამავიწყდა კაცო. ეპიფანე კვიპრელი, ხო. რატო იყო წინააღმდეგი ეპიფანე კვიპრელი? არა მარტო ეპიფანე კვიპრელი, არამედ სხვა წმინდა მამების, თუნდაც გრიგონდოსელსაც აქვს ხოთაშორის მაგაზინი დაწერილი. რომ ყოველი ხატის უკან იმალება დემონური ძალები, რაღაც ძალები არის. აი მაგალითად ერთ-ერთ მონასტერში არ ვწდები თუ ათონის თაზე იყო თუ რომელიღაცა საბერძნეთში იყო რომელიღაც მონასტერში, ღვთისმშობლის ფრესკას თვალებიდან წამოვიდა სისხლი ესე შავად. შავად. არის მეორე ღვთისმშობლის ხატი იყო, მთლიანად ჩაუშავდა ფრესკაზე, ჩაუშავდა მთლიანად თვალები ღვთისმშობლის. ხო და აი ესეთი რაღაცები რო ხდება, ალბათ იცოდნენ რომ ამ ყოველგვარი გამოსახულების უკან რაღაც დემონური ძალები იმალებოდა ადრინდელმა წმინდა მამებმა. შემდგომ რატომღაც მოხდა ისე, რომ ვითომ გაიმარჯვა ხატმადიდებლებამ თუ ხატთაყვანისცემამ და ის ვინც ხატებს აკრიტიკებდა, ანუ ხატის გამოსახვას აკრიტიკებდა, ისინი შერაცხეს ხატ მებრძოლებად. ჯერ რატო უნდა გასჩენოთ ადამიანს, მით უმეტეს იმპერატორებს, იყო ესეთი იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმი, რომელმაც მონასტრიდან ხატები გამოყარა და დაწვა ჩვეულებრივად. ანუ ხატებს აღუდგა წინ. და ძალიან ბევრი წმინდა მამა იყო ისეთი ჩართული ამ სფეროში, რომ ხატები გაინადგურებინა. მაგრამ რატომღაც შემდგომ უკვე ძალადობრივი კანონით ისევ შემოიტანეს ეს ხატმადიდებლობა. ჩემთვის ხატი არის ის, რაც რეალურია, რაც ცოცხალია, რაც მაკავშირებს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას. მაცნობს მის ხასიათს, მაცნობს მის სიტყვას და ღვთის თანაზიარს მადლის მეშვეობით მის აზროვნებაში. ანუ ისეთივე აზრები მაქვს, როგორიც მას ჰქონდა. წმინდავს ყოველგვარ სავსება შემოდის ჩემში, ისეთივე სავსება, როგორი სავსებაც იყო ქრისტეში. ასევე ჩვენ სავსენი ვართ მაშინ, როგორც პავლე აპოსტოლი. ამ სისავსეში და ამ მადლში თანამონაწილეობით ჩვენც ისეთივე აზროვნება და ისეთივე საქციელები და ქცევები გვიყალიბდება, როგორიც ის იყო ამ ქვეყანაზე, როგორიც ქრისტე იყო. ეხლა რას ნიშნავს ქრისტეობა? აი ოძახია, რატო ოძახიან ადამიანებს ქრისტესო? ქრისტე იმიტომ არ მოსულა, რომ უბრალოდ ეთქვა, რომ მე ვარ მაგარი და თქვენ არაფერი არ ახართ. არა, ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ შენ გამხდარიყავი ქრისტე. ეხლა რას ნიშნავს ეს? ქრისტე არ არის ღმერთი, მაგრამ ქრისტე ღმერთი არის, რო ამბობს, ხო? იესო ქრისტე არ არის ღმერთი, მაგრამ ქრისტე არის ღმერთი. რას ნიშნავს ღმერთობა? ერთი წამი მეგობრებო. დაკურებული ვარ, როცა ლაივს წერ, ან მანქანა უნდა შემოვიდეს. ხო. რას ნიშნავს ღმერთობა? გამხდობის თემა. წმინდა ბერ გაბრიელს ამაზე აქვს დაწერილი. მე მაქვს აკრეფილი ტექსტი და ვიდეოს აქვს Facebook-ზეც, შეგიძლიათ გაიცნოთ. რას ნიშნავს გამხდობა? გამხდობის საფეხურები არსებობს. ეს არის უმაღლესი საფეხური, ანუ სიყვარულის საფეხური, რომელიც გამსგავსებს ქრისტეს.
იყო წმინდანი ნიშნავს არა იმას, რომ წმინდანი არავინ არ არის დედამიწაზე. და არ შეიძლება ადამიანს წმინდანი უწოდოს. იყო წმინდანი ნიშნავს, რომ გახდე მადლით განმეორებული ქრისტე დედამიწაზე. ისეთივე აზრები კონდეს, როგორც ქრისტე იესოს. ეს არის სამოციქულო მემკვიდრეობა, ეს არის სამოციქულო გზა. რაც დაგვიტოვეს მოციქულება. როგორც ამ მოძღვრებას და ამ სწავლებას ვინმე გადაუხობს, ის ადამიანი არ არის ჭეშმარიტ გზაზე, ის არ არის სამოციქულო მემკვიდრე, ის არის ეშმაკის გზაზე, ეშმაკის კერძი, იმიტომ რომ ადამიანებს მოუწოდეს ცოდვის ჩადენისაკენ და ეუბნება რომ შენ ცოდვილი ხარ. შენთვის ქრისტე კი არ მოკვდა იმისათვის რომ არ ყოფილიყო უცოდვილი, არა, შენთვის ქრისტე მოკვდა იმიტომ რომ გამოეხსნა ცოდვებისგან. მაგრამ რო ეუბნები რომ ზუსტად მაგიტომ მოკვდა რომ მე უცოდველობის დაცვა შემომთავაზა, ანუ ის კვალი რა კვალზეც უნდა ვიარო, ხო? ესენი უკვე უარყოფილი. აი ჩვენ შენსავი წმინდანები არა ვართ ლევან. ზუსტადაც ეგ არის წმინდანობა, რომ გახდე ქრისტე დედამიწაზე, ისეთივე ერთი, როგორც მამა და იესო ერთი. აი ეს არის ერთიანობა, ეს არის ღმერთობა, როგორც წერილი ამბობს. თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი თქვენ ყოველ მაღლისანი, ხო, მაღლის იესო რამოს. თუ წერილი ადამიანებსაც უწოდებს ღმერთებს და მეუთმეტეს ეპისკოპოსებსაც უწოდებს ღმერთებს, ასევე უწოდებს იესო ქრისტეს თავის თავს ღვთის ძეს. და დიდი ამბავი თუ რომ ვამბობ მე რომ ღვთის ძე ვარო, თუ კი წერილი ურღვევია და უწოდებს ადამიანებსაც ღმერთებსო, დიდი ამბავი თუ მე საკუთარ თავს ღვთის ძე უწოდებ. ამიტომ ვარო რომ უკერხელიო, ხო ამბობს ესეთი პოლემიკაში როა იუდეველებთან. ნუ მოკლედ აღარ დაღლით ახლა თუ რამე ვერ იგებთ კითხვა დამიწერეთ რომ შემდეგ ამაზე ვისაუბროთ. უფრო გახსნათ ახსნა. ხო, ესე იგი ჩვენ გავიგეთ რომ წმინდანობა არ ნიშნავს რაღაცა დამსახურებულ ჩინმენდელებს, რომელიც ცოდვილი ადამიანის ხელი და რაღაცას დაკიდებს ახლა და აი შენ წმინდანი ხარ, ან ვიღაცა შეაფასებს შენ სიწმინდეს. ეს არის მეგობრებო სრული აბსურდი. იმიტომ რომ თუ ჩვენ უარყოფთ სიცოცხლეში წმინდანობის არსებობას, მაშინ უარყოფთ გარდაცვალების შემდეგ მიღებულ წმინდანად აღიარებას. რომ ადამიანი ფასდება მისი წმინდანობის ღვაწლი ფასდება სიცოცხლეშივე თუ ის როგორ მოღვაწეობდა ცხოვრებაში. ამის მეშვეობით არის და არა უკვე გარდაცვალების მერე, იმიტომ რომ ნათქვამია, ვინღა შეგავს ხავს ხოტბას ჯოჯოხეთიდან, ანუ იქიდან შეუძლებელია რაღაცის თქმა და რაღაცა სიკეთის ქნა. ასე რომ ყველაფერი იწყება აქედან. თუ აქედანვე არ ახარ ზეციური მემკვიდრე, გარდაცვალების მერე უკვე იქიდან შეუძლებელი არის ნებისმიერი დახმარება, ან აქედან იმათი დახმარება, ან იქიდან ამათი დახმარება. ამის მრავალი მაგალითები არსებობს და ჩვენ ამას შევეხებით, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ ზოგადად სიწმინდე და წმინდანობა ეს არ არის უბრალოდ მდგომარეობა, რაღაცა ქმედით მდგომარეობა, რომ მე ამას გავაკეთე და გავხდები წმინდანი. არა. წმინდანობა არის დაუმსახურებელი საჩუქარი. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის მადლით განმეორებული ქრისტე დედამიწაზე. ანუ მსგავსება ხდება. იგივე ქრისტეა დედამიწაზე. ისეთივე ზრახვები აქვს, როგორც ქრისტე იესოს. როგორც იოანე მოციქული ამბობს, ხო? ისეთივენი გავხდით, როგორც ის იყო დედამიწაზე. ითი სიყვარულის მეშვეობით. ანუ ისეთივე სიყვარულს ვატარებთ, როგორც სიყვარულიც მას ჰქონდა ჩვენს მიმართ. და არა ყველას მიმართ. ნახე იქ ეონება კიდევაც ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ სამარიტელებს, ხო? ნუ დაუყრით მარგარიტებს, ღორებს, ანუ ყველასთან არ ღირს ამაზე საუბარი, რაღაც მაღალ საფეხურებზე, მაღალ სულიერებას, ისინი ვერც მოგისმენენ. სულიერი ადამიანი მოგისმენს, მაგრამ შვენიერი ადამიანი ამას ვერ იღებს და ვერც გაუგია რაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თავინებოლომდე ცოდვაში, ანუ მას ვერ წარმოუდგენია ცოდვის გარეშე ცხოვრება. იმდენად ახლოს არის ცოდვასთან, რომ და მადლისგან გაუცხოებული, ის ვერც კი წარმოუდგენია რა არის მადლი და როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს უცოდველად. ესე იგი, წმინდანად მე კი არ მაქცევს რაღაცას და მე კი არ ვხდის რაღაც ქმედება, ანუ ჩემი დამსახურება, არამედ ის სული, რომელიც მოდის ჩემში, ის სული ხდის მე წმინდანს, რადგანაც ამ სულთან მეშვეობით ხდები ერთი, ისეთივე ერთი, როგორც მამა და იესო ერთი. ის ვინც სულთან ერთიაო, ისეთივე ერთიაო, როგორც მამა და ძე ერთი, ანუ სულიერი ერთობა არის. ვინც სული წმინდისგან არის და სულში არის ერთობაში, რა თქმა უნდა, ის სული წმინდავს და არა თვითონ პიროვნება. თვითონ პიროვნება ვერ იქნება წმინდანი თავისი ძალებით. როგორც მაგალითად მოსეს შემთხვევაში.
იქ ანგელოზი იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ ის ადგილი იყო თავად წმინდა, რაც სადაც ჩამოვიდა. ის ადგილი საერთოდ არ იყო წმინდა, მაგრამ ანგელოზი ეუბნება, რომ ეს ადგილი წმინდაო, ფეხზე გაიხადებოდა. ის ადგილი იმიტომ კი არ იყო წმინდა, რომ ანგელოზი ჩამოვიდა და წმინდა ადგილი იყო. არა, ის ადგილი იმიტომ გახდა წმინდა, რომ ანგელოზი ჩამოვიდა. ანუ იმ ანგელოზის ჩამოსვლამ გახდა ის ადგილი წმინდა, თორემ თავისთავად ის ადგილი წმინდა არ იყო. ასე რომ ვიფიქროთ ჩვენზეც. ნებისმიერი მადლი, რომელიც მოდის უხვად და დაუმსახურებლად კურთხეული მამისაგან, იესო ქრისტეს სეციერ მამისაგან, იესოს მეშვეობით მოდის ჩვენზე, ეს მადლი და ეს სული, როგორც ამბობს იესო, ხო, თქვენში იქნება და ყველაფერს მოგაგონებთ, რაც მე გასწავლეთ, რომ ეს სული გწმინდავს ჩვენ და ღვთის წმინდანებად. ვინც უარყოფს სიცოცხლეში წმინდანების არსებობას, ის უარყოფს საერთოდ სამოციქულოს სწავლებას. ის არ არის ღვთისგან დადგენილი ღვთელი ან მასწავლებელი, ვინც აი ამ ყველაფერს უარყოფს. სიცოცხლეში წმინდანობის არსებობას ვინც უარყოფს, ის არ არის ქრისტეს სამწყსოს წევრი. აი ხო იძახია, რომ კიდობანში ვართ და თავი კიდობანში გონიათ და თავი ნოე გონიათ ზოგ-ზოგი ერთებს. მე გეუბნებით, რომ თქვენ არც ნოე ხართ, არც კიდობანში არ ხართ. თქვენ ახლა ზუსტად იმ წყალ დიდობაში და წარღვნაში, სადაც ჩაიხრჩნენ ის ადამიანები, ვინც ნოეს დასცინოდა. აი ის ადამიანები ხართ თქვენ, ვინც თავი კიდობანში გონიათ, რადგანაც ტაძარში დადიხარ და ეზიარებთ. ნამდვილი ქრისტიანი არის მადლით განმეორებული ქრისტე დედამიწაზე. ისეთივეა, როგორიც იესო იყო აქ დედამიწაზე. ეს არ არის კრეხელობა, ეს არ არის ხმამაღალი რაღაცა გამოხტომა. ეს არის სამოციქულო მემკვიდრეობა, ეს არის სამოციქულოს სწავლება. და ამ სამოციქულოს სწავლებაზე უნდა იდგეს ნებისმიერი ღვთელი. და ღვთლობა ეს არნიშნავს შავი ანაფორის ჩაცმას და წირვალოცების აღვლენას. ღვთლობა ნიშნავს სახარების გავრცელებას და პილიგრიმობას. რამდენად სწორია შენდირწმენა ეს, რომ გაავრცელო ყველგან. დაუდასტურო ადამიანებს ერწმენა. თქვენ ახართ მოწმეები, ხო, დამადასტურებლები იმისა, რაც იესომ იმოწმა იუდეაში და მის შემოგარენში, ხო? გავაგზავნოთ ესე იგი ეს ჩემი თეზისები ხარ, რაც მე ჩამოგიყალიბეთ, რაზეც ახლა მე ვისაუბრე. იგივე თემები განხილული არის დიდი ჯურის კანონის 286 გვერდი და მე ამას აგიკითხავთ ახლა თქვენ. ეს არის კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები, კანონი 111 და რა წერია ნახოთ. ღვთის მადლი არა მარტო ცოდვების მიტევებას მოგმადლებს, არამედ იმაშიც გვეხმარება, რომ აღარ შევცოდოთ. დააკვირდით მეგობრებო, კარგად. ესე იგი ღვთის მადლი, რაზეც ახლა მე გესაუბრებოდით, რომ არის დაუმსახურებელი საჩუქარი იესო ქრისტესაგან, იესო ქრისტეს მეშვეობით, მამაზე ციარისაგან. არა მარტო ცოდვების მიტევებას მოგმადლებს, არამედ იმაშიც გვეხმარება, რომ აღარ შევცოდოთ. მარტო ის არა, რომ ჩვენ ცოდვებს ჩავიდენ და მოგვეტევება და ცოდვათა შეწყალების იმედად კლავინდებურად ცოდვილე ვრჩები და ცოდვას ვამართლებ. მე ცოდვის მსახური ხდები უკვე და არა ცოდვის მოწინააღმდეგე. ანუ მე ცოდვას ვამართლებ, იმიტომ რომ მომეტევება. შეწყალების იმედად მე უკვე ცოდვის მსახური გამოდივარ და ეს არ არის სამოციქულო სწავლება. აგერი კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებაში აწერია. არა მარტო ცოდვების მიტევებას მოგმადლებს ღვთის მადლიო, არამედ იმაშიც გვეხმარება, რომ აღარ შევცოდოთ. ასევე საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი. ვინც იტყვის, რომ ღვთის მადლს, რომლითაც გავმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ხოლო წარსული ცოდვების მიტევებას შეუძლია და არ მოგვადლებს დახმარებას, რომ აღარ შევცოდოთ, შეჩვენებულ იყოს. ხედავთ მეგობრებო, შეჩვენება არის იმ ადამიანზე. არა აქვს შეიძლება ეპისკოპოსი იყოს, შეიძლება სასულიერო პირი იყოს, შეიძლება დეკანოზი იყოს, შეიძლება ბერმონაზონი იყოს, არქიმანდრიტი იყოს, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უარყოფს, რომ მადლის დახმარების მეშვეობით შეუძლია აღარ შეცოდოს, ვინც ამას უარყოფს ამ სწავლებას, შეჩვენებულ იყოს. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ნახეთ. ასევე საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი, ვინც იტყვის, რომ ღვთის მადლს, რომლითაც გავმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ხოლო წარსული ცოდვების მიტევება შეუძლია და არ მოგმადლებს დახმარებას, რომ აღარ შევცოდოთ, შეჩვენებულ იყოს. ხვდებით ხო, რაზეც არის საუბარი. ესე იგი, თუ სასულიერო პირი იქნება თუ ნებისმიერ ადამიანი ლაპარაკობს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, აბა ეხა უცოდველი არავინ არ არის და მოდი შევცოდოთ, რომ მადლი გამრავლდეს. და არ ქადაგებს იმაზე, რომ იმ მადლს დახმარება შეუძლია, რომ აღარ შეცოდო, ასეთი ადამიანი არის შეჩვენებული
მოციქულთა ესე იგი კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონებიდან გამომდინარე. ეხლა დააკვირდით თქვენ დღევანდელ კლასიკურ მართლმადიდებელ ქრისტიანობაში, ეს კლასიკურ რაღაცა ეს არ არის ქრისტიანობა. დააკვირდით რამდენი მღვდელი აღიარებს და რამდენი მღვდელი სარგებლობს აი ამ კანონებით. სადაც აქ არის მოხსენებული რომ მადლს არა მხოლოდ ცოდვების მოტივება შეუძლია, არამედ დახმარებაც რომ აღარ შეცოდო. ეს არის მთავარი ქრისტიანობის ფუნდამენტი რომ აღარ შეცოდო. ის კი არა რომ წადი შეცოდე და ჩვენ ყოველთვის მზათა ვართ ჩვენთვის რომ ახსარებაზიერებით მოგიტევოთ. არ არსებობს გარანტია. არ არსებობს და რო არ არსებობს გარანტია ახსარებაზიერების. აგრე მე მოგიყვანთ კიდევ ერთი წმინდა კლიმენტი რომელიც ვაწიგნეულიდან ციტატას. საყვარელო იცოდეთ რომ ისინი ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიკვდილში მოინათნენ ვალდებულნი არიან აღარ დაჩნენ ცოდვაში. ხაზგასმით დააკვირდით რა წერია. ვინც იესო ქრისტეს სიკვდილში მოინათნენ. ხო გახსოვთ პავლე მოციქული ასაობს. ჩვენ ქრისტეს სიკვდილში ვართ, ანუ ქრისტეს სისხლში მოინათლეთო. ანუ ქრისტეს სიკვდილში მონათვლაც არის, ეგეთი რაღაცაც არსებობს. წყლითა მონათვლა კი არა, რომ თავზე რაღაცას დაგასხავენ და თავი ქრისტიანი გონი, არა. ნათლობა ეგ არის. უარყოფა ცოდვისა და შემოტრიალება უსამართლობის გზიდან. ანუ სიმართლის მსახურად გახდომა არის ნათლობა. ცვლილება ახალ კაცად გარდაქმნა ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ნათლობა. და არა ის თავზე წყლით დასხმა და რასაც ესენი არ არის ნათლობა, ეს არაკანონიკურად ნათლობა. რასაც დღეს ეკლესიაში ნათლობას ატარებენ, არც ერთი არ არის რა ქვია მაგას. ბოლომდე აღსრულებული. ანუ ეს არ არის ნათლობა, სრულად ჩატარებული ნათლობა არ არის ეს. არ არის სრული წესით ჩატარებული ნათლობა. აკლია, ბევრი რაღაცა აკლია. თუნდაც ის რომ წყალში თავის ჩაყოფით და თავზე დასხმით ეს ადამიანი არ ხდება ქრისტიანი და თავში რაღაც არ ჩააფრინდება. უნდა მიატოვოს ცოდვის გზა. ეს არის პირობა, ეს არის აღთქმა ღმერთსა და ადამიანს შორის. შეუდგები ქრისტესა, შეუდგები ქრისტესა. მერე ფუიეშმაკს. ანუ ეს არის ცვლილება პიროვნების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვის ბაგებიდან წარმოთქმული რაღაცას უბრალო სიტყვები, ხაერზე გასროლი. ამას აკძალა. თითოეულ ნებისმიერ სიტყვას აკძალა. როდესაც შენ ამას ფიცდებ ნათლობის დროს რომ შეუდგები ქრისტესა, შეუდგები. ფუიეშმაკს მერე რომ ამბობ, ხო ფუიეშმაკს ყოველგვარ მისაქმეებს უგულებელყოფ. აი როცა აღთქმას დებ, შენ ვალდებული ხარ რომ აღარ შეცოდო. ამას ამოს კლიმენტი რომელიც ნახეთ რასაობს. ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიკვდილში მოინათნენ ვალდებულნი არიან აღარ დარჩნენ ცოდვაში. რადგან როგორც მკვდრებს აღარ შეუძლიათ ბოროტების კეთება, ასევე ქრისტესთან ერთად მკვდრებსაც აღარ შეუძლიათ ბოროტების კეთება. ხედავთ, ნახე რას ამბობს? როგორც მკვდრებს აღარ შეუძლიათ ბოროტების კეთება, მკვდარია და რაღა ბოროტებას გააკეთებს, ასევე ქრისტესთან ერთად მკვდრებსაც აღარ შეუძლიათ ბოროტების კეთება. ამიტომ ძმებო, არ გჯერა რომ ვინც სიცოცხლის განბანა მიიღო, აგრძელებს ცოდვილთა გაყრმილებას, ხოლო ვინც ცოდავს ნათლობის შემდეგ, თუ არ მოინანიებს და არ მიატოვებს თავის ცოდვებს, განწირული იქნება ჯოჯოხეთისათვის. ერთი წუთი მოვალე. განწირული იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის. მოციქულთა დადგენილებები წიგნი მეორე, თავი მე-7 არის წმინდა კლიმენტი რომაელის 8 წიგნეულიდან. ესე იგი, თელმა საქრისტიანულმა მართლმადიდებლობამ არ აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა კათოლიკე იქნება, მართლმადიდებლობა იქნება, ერთი და იგივე არის. უნდა მოითხოვოთ, ხალხმა უნდა მოითხოვოთ, აი ეს სამი წიგნი, რასაც ახლა მე ჩამოგვითვლით. კლიმენტი რომაელის 8 წიგნეული აუცილებლად მოიძიეთ და მოიკითხეთ და მოსთხოვეთ, იმიტომ რომ ეს ახალ აღთქმაში ოფიციალურად არის შესული ეს წიგნი. დამოღებული არის, როგორც ენოქის წიგნი გააქვეს, ესე არის ამოღებული. კლიმენტი რომაელის 8 წიგნეულიც 70-დანი მოწაფე იყო ეგეც. მეორე წიგნი მოითხოვეთ წმინდა ეპიფანე კვიპრელის, იგივე სალამინელის, პანარიონი, ორტომათ არის 800 გვერდიანი, 8600 გვერდიანი. 80 ერესები იყო, ერესების წინააღმდეგ
ნიკეის კრებამდე ანტინიკეელები ხო არის იქ სხვადასხვა გაგება იყო. ეგ წიგნი მოითხოვეთ და მესამე წიგნი აუცილებლად მოითხოვეთ ასტერიუს კაბადოკიელის ასეთი არიანელი სოფისტი იყო, რომელმაც ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში მიიღო მონაწილეობა 351 წელს. 77 ფრაგმენტი, რომელიც არის ბერძნულ, გერმანულ ვარიანტში. $300 არის Amazon-ზე. აი ეს წიგნები მოითხოვეთ, მეგობრებო. ეს სამი ძირითადი წიგნები და შემდეგ უკვე დაიწყეთ განხილვა რა. დანარჩენებს დაანებეთ თავი. დამასკელები და ოქროპირები არის გადასაყრელი. ეს არის მაკულატურა. საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. ეს არის ბერძენი ფილოსოფოსების, დაქირავებული ფილოსოფოსები, კონსტანტინეს დაქირავებული სხვადასხვა მოსყიდული ხალხი არიან ესენი და ამართლებენ სისულელეებს. წმინდა სამების სახეთა განსხვავებაზე სხვაობების წინააღმდეგ გამოდიან და იძახიან, რომ არავითარი სხვაობა არ არსებობს მამასა და ძეს შორის. ეს არის მკრეხელობა, ერეს, ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა. გადახედეთ ამ წიგნებს, რაც ახლა მე ჩამოგითვალეთ და მე გადახედეთ ამ ყრალ მადიდებლებს, რაც აი მამაოებს რო აქვს გამოტანილი წინა პლანზე. მართლმადიდებლობის საწმუნების ზედმიწევრების გადმოცემაო და სისულელებით რო გაჟღენთილი მთლიანად ეგ წიგნი. იქამდე გადახედეთ, აი ეს სამი წიგნი რაც ჩამოგითვალეთ. აბა იქ რა წერია და მე იმას შეადარეთ, რაც ამ ერეტიკოსებმა და მწვალებლებმა მოგაჩაჩეს. აი ეს არის მეგობრებო, რაც 60 Amazon-ზე გამოხუროთ ყურადღება. ესე გავიმეორებ, კლიმენტი რომაეlis რა წიგნეული აუცილებლად. ესები რა ქვია იმას კაცო. ეპიფანე კვიპრელის, სალამინელის, წმინდა ეპიფანე კვიპრელის, პანარიონი აუცილებლად. პირდაპირ ამბობს სამება ტერტულიანის ერესია მაგ წიგში და არასდროს არ იყო ეგეთი სწავლება, რომ სამება ერთი ღმერთია, ეს არის ერესი ჩვეულებრივი. და მესამე წიგნი არის ასტერიუს კაბადოკიელის 77 თეოლოგიური ფრაგმენტი, რომელიც არის ბერძნულ გერმანულ ენაზე შემორჩენილი. ბერძნული ორიგინალი და გერმანული ენა. ხო, გასაგები ესე იგი. ასეთი კითხვა არის კიდე, რატომ არ ესვის ღმერთს ჩვენი ლოცვები? მოგეხსენებათ, როგორი ლოცველი სამღვდელოებაც აქვს, ისეთი დალოცულებიც ვართ. მამები შვილებს მარხავენ, ოჯახები ინგრევა და ემიგრაციაში ხალხი მიედინება და სამწუხაროდ უცხოტომელები ჩამოგვისახდნენ და გადასებულია. ეს ეგრეც უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ როგორც აცდება ადამიანი მართლმადიდებელი აცდება სამოციქულოს სწავლებას, ეგრევე მოდის ღვთისმსახურის არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, შენ ღმერთს რას უწოდებ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. უკვე მოდის მსჯავრი აღსრულებაში. სიტყვა ნათქვამია, ჩაგდებულია ელის უკვე მკას. როდესაც შენი სასულიერო იერარქია თუ ვინც არიან და შენ ამას მამას ეძახი და ქვეყანას ანადგურებს, ანუ წყევლა მოდის ერზე. მამები შვილებს მარხავენ, ემიგრაცია, განქორწინებები, უბედურებები, კვლელობები, რამდენი ცოლი და ქალები ძალადობის ხვეპლები არიან და ესეთი არეულობა. ეს არის გამოწვეული ზუსტად ანუ სასულიერო იერარქიიდან რამდენადაც შეურაცხყოფას აყენებენ ესენი, აი ეს გარეწრები ესენი. თავიანთი ვითომსახურებით ღმერთს აყენებენ შეურაცხყოფას, თელი სასჯელი გადმოდის ერზე. აი ამ წურბელების გამო დავით აღმაშენებელი მატყუანი კი არ იყო რომ დახოცა ისინი სარზე წამოასვა ეგეთი სამღვდელოება. რატო რა დაუშავა სამღვდელოება? პირიქით ხო უნდა შეეგონებინა და გამოსავალი უნდა ენახა. მეფე იყო ხო? გამოსავალი ვერ ნახა. კაცმა დიდგორის ბრძოლა მოიგო და გამოსავალი ვერ ნახა მღვდლებთან და სარებზე წამოასვა და ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ ვინა ვართ? წარმოიდგინე კაცმა ჩაატარა კრება როისუბნისის კრება და მაინც ვერაფერი ვერ გააწყო ამათ ხელს. იმ ხელა ბროტი თესლია ჩაგდებული, რომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა ამ ხელა წმინდა მეფემ წარმოგიდგენიათ. რომ მართლმადიდებლობას მე-17 საუკუნეში დავით აღმაშენებელი სატანად ყავდა შერაცხული. სარებზე წამოასვა სამღვდელოება ხალხო. მერე კომუნისტებმა ცეცხლში დაწვეს. ეს მღვდლები ზარების ქვეშ, ცეცხლი წაუკეთეს და ზარების ქვეშ შეაგდეს. მაინც ვერ აღმოფხვრეს. და სემინარიაში მე რომ ამ ყველაფერზე პრობლემატური ან კრიტიკული საკითხები დავსვი, ესე მითხეს რომ ლევან შენ ჩვენ ვერ გადაგვაშენებ. მღვდელმა მითხეს სასულიერო პირმა გამოვშტერდი. ისეთი რაღაცები მითხეს რომ აი თვალები კეფაზე ამივიდა, მეთქი სასულიერო პირი აგეთ რაღაცას როგორ იძახის, ანუ მე აღარ მიკვირს უკვე ამათგან არაფერი. ნებისმიერი ცოდვაც, აი ისეთი საზიზღარი ცოდვაც კი უკვე აღარ მიკვირს რომ მაგედან გამოჟონოს და გამოვიდეს, იმიტომ რომ ესენი ცოდვას ამართლებენ. ხელსაფარებენ ერთმანეთს. აგერ ჩვენ რა სიწმინდეზე გვაქვს საუბარი,
რა წავიკითხეთ და ესენი როგორ იძახიან რომ აღსარება ზიარებით თურმე შეიძლება თქვენი წოდებისგან გადაუსублება. შეუძლებელი ეგეთი რაღაცა. შეუძლებელი ეგეთი. მე მონანიებას არ უარყოფ. მე უარყოფ ცოდვაში დარჩენას. მე უარყოფ რომ ადამიანი არ უნდა ამბობდეს რომ მე კვლავინდებურად ცოდული ვარ და აბა მე რამე შეიძლება მე პავლე ხო არა ვარ მე ქრისტე ხო არა ვარ დიახა ცხა ქრისტე იმისათვის არ მოსულა რომ გეთქვა რომ შენ ცოდული ხარ და შენთვის არაფერი არ გაუკეთებია პირიქით ქრისტე იმისათვის მოვიდა რომ მაგალითი მოგცა რომ მის კვაზე გვევლო ეს არის ქრისტიანობის ფუძე თავარი სიცოცხლეში წმინდანების არსებობის დადასტურება ეხლა ამ კითხვაზე პასუხი არის ორი მუხლი ძველი აღთქმიდან. პარალელებს რატო არ ძველი აღთქმასთან? იმიტომ რომ ძველი აღთქმის ხალხიც აი გამორჩეული წინასწარმეტყველები ვინც იყვნენ, ისინი ლოცულობდნენ ღმერთზე, ხო? ეხლა შენ გინდა იახვე დაუძახე, გინდა ადონაი დაუძახე, რა მნიშვნელობა? ღმერთი ხო იყო. რატო არ უსმენდა ღმერთი თავისი ხალხის მიერ აღვლენილ ლოცვებს, იმ სასულიერო პირებს, ვინც იერუსალიმის ტაძარში წირავდა მსხვერპლს, რატო არ უსმენდა მათ ლოცვებს ღმერთი? რატო ჩაუგდო ნაბუქოდონოსორის ხელში? ეს ხო რეალურად ისტორიული ფაქტი არის, რომ ნაბუქოდონოსორმა ისრაელი აოხრა, ნანგრევებად აქცია. მთელი ისტორიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გაძარცვა. არის ეს ფაქტი ისტორიული და ეხლა მე რაც არ უნდა შევეწინააღმდეგო და დაუპირისპირდე ისტორიული ფაქტი მაინც არსებობს. ბიბლია რო გავწიო გვერდზე ნაბუქოდონოსორის მიერ აგერ თვითონ თიხის პირპიტებზე არის დაწერილი როგორ გადაასახლა იეკონია ისრაელის და იუდას მეფე ბაბილონში თვალები დასთხარა და დილეგში გამოამწყდია. თიხის პირპიტებზე ლურსმულად დაწერილი თვითონ ნაბუქოდონოსორის მიერ, რომელიც გათხრებაში არქეოლოგებმა გათხრებისას აღმოაჩინეს ნაბუქოდონოსორის ბიბლიოთეკა. არსებობდა ისრაელი და გადაასახლა ისრაელის მეფე და თვალები დასთხარა იეკონიას. კაი, ესე იგი რატო არ ისმენს ღმერთი, რატო არ მოусმინა ღმერთმა თავის ერს ეს ლოცვები? ანუ თუ არ უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაგალითად იერემია, რომ ამ კაცის მეშვეობით მთელი ერი გადაერჩინა? და მთელი სამღვდელობა და ის იერუსალიმის ტაძარი ანდაგრეულიყო? ხო ჩდება ესეთი კითხვა, ხო? რატო არ ისმის ღმერთ ჩვენი ლოცვის? ნახეთ იერემიას წინასწარმეტყველის მე-7 თავის მე-16 მოხლი. ხო ებრაელები იყვნენ, ამ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნახოთ აბა რას ამბობს ერთი ღმერთი რას ეუბნება იერემიას. შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის, ნუ აღავლენ ლოცვა-ბედრებას, რადგან არ მოგისმენ. აქ ყველაფერია ნათქვამი. აი პატრიარქიც რო იყოს და პატრიარქმაც რო ილოცოს მთელი საქართველოსათვის და მთელი საქართველო იყოს უდიდეს ცოდვებში და დასცინოდეს ამ კაცს, ხო ამ წმინდა კაცს. პატრიარქის ლოცვაც კი ვერ უშველის იმ განსასწრებს ვერ ააცდენს საქართველოს რაც ელოდება ღმერთისგან. იმიტომ რომ თუ თავისიანები არ დაინდო და ასეთი დიდებული ტაძარი რომელიც მის სახელზე იყო იერუსალიმი აშენებული ნანგრევებად აქცია ნაბუქოდონოსორის ხელით. ჩვენ რაღაც გვიზავს, რომელიც ველური ხისტოტები დავიმყენეთ ფესვს, ხო წმინდა ფესვს. იმ იესეს ტოდან რომელიც აღმოფხსნიდა იუდას ტომიდან იესო თუ ამაზე დავიმყენით წარმოგიგენეთ ჩვენ რაღაც გვიზავს თუ ისინი გადატყნენო ბუნებრივი ტოებიო ჩვენ რაღაც გვიზავს ჩვენ დამყნობი ტოებს ღმერთი გაგოცამტვირებს საერთოდ წახშვის ისტორიკიდან ამის მაგალითები არის წინა პერიოდში იერემია ესაია ეს ყველაფერი ვიღაცის ისტორია ვიღაცის დაწერილი ვიღაცის მდგომარეობა ხო არის ეს ხო რეალურად მოხდა და იგივე ჯავრი დაგვეყდება ჩვენ თუ ჩვენ შევდივართ ამათ რწმენაში და არ ვიქცევით ისე როგორც ეს რწმენა მოითხოვს ჩვენგან უარესი სასჯელები გველის ჩვენ აი ამის თქვა მინდოდა და კიდევ ერთი მუხლია კიდე ძველი აღთქმიდან ესაიას 59 თავი უმჯობესია მთლიანად წაიკითხოთ მაგრამ მე პროსტა ციტატას მოგიყვანთ უბრალოდ ციტატას და შემდგომ კითხვათა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ ხოლო თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენს და თქვენს ღმერთ შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას. ესე იგი, ღმერთი ყრუ კი არ არის რომ მართლა არ ესმის. აი ეს უსამართლობა და ეს ცოდვები, რაც ერში ხდებოდა, ამ ცოდვების ბრალი იყო რომ უზენაესი საიხე დაიფარა და აღარ წყალობდა ღმერთი, აღარ იხედებოდა და აღარ ჰქონდა სურვილი რომ ამ ადამიანებს დახმარებოდა. აი რამდენად დიდი ტრაგედიაა დღეს რომ სასულიერო პირები გამოდიან და ასეთ ტალიკინებენ ენებს ატალიკინებენ იქ ამბიონიდან რომ თურმე აღსარება ზიარებით ახდება ცხონება და ამის გარეშე ცხონება წარმოუდგენელია თან თურმე მართლმადიდებლობაში ყოფილა გადარჩენა თურმე და დაანჩენი ხალხი თურმე უზენაეს გაუწირია რა სხვა სარწმუნოების ხალხი და რატომღაც ძალიან გვავს მართლმადიდებლობა წარმართულ იუდაიზმს ისინი ტაძრებს აშენებდნენ იერუსალიმის ტაძრის გარდა ერთმანეთზე გავს და საერთოდ არ აღვდეს ამოსაღები ხმა
როცა იცის რომ ღვთლობა, ტაძრის ღვთლობა გაუქმებული არის და გამოდის ის უნდა მოსო და იძახის რომ ქრისტემო დატოვა ჯულიო, რა ის დატოვა? სად დატოვა ქრისტემის ჯული? ლევირატის წესი დატოვა, მოწმინდარობის წესი დატოვა თუ ჩაქოლის რჯული დამიტოვა თუ შაბათის რჯული დამიტოვა? აი ამ 4-დან და მე-5-დან კიდე განწმენდის წესი. ამ 5-დან რომელი ერთი დამიტოვა ქრისტემ? 5-ვე გაანადგურა, 5-ვე გააუქმა. რომელიც ეთახმება? ცეცხლში დაწვებს ეთახმება, კრემაციას ეთახმება ქრისტე, ჩაქოლის ჯულს ეთახმება, მოწმინდარობის ჯულს ეთახმება, ლევირატის წესს ეთახმება თუ შაბათის ჯულის დაცვას ეთახმება ქრისტე ერთი ამიხსენით ხვდებო თქვენ. და მე რო იძახით რომ რატო ხარ განწყობილი ეს დაბოღმილი? დაბოღმილი კი არა ვარ, გაბრაზებული ვარ. და ეს უემოციოდ არ შეიძლება ეს გაბრაზება გამოხატო. რომ ნახირი ხალხი რო ყავს, ნახირი და აბოლებენ. გამოდი და საჯაროდ თქვით რომ თქვენი ღმერთი არის იუდეველთა იახვე. ჩუმად რო ლაპარაკობთ საკურთხევლის შიგნით და იმალებით ამ შავკაბები საერთოდ რატო გაცვლიეთ? უნდა ახსნათ ეგეც, ხო? ჩაიცვით თეთრი კაბები და იარეთ თეთრები, როგორც მუსლიმები დადიან, ხო? ძველად ესე იყო ტრადიციაში, თეთრ სამოსიანებს იძახიან. ჩაიცვით რა თუ მაგათი ღმერთის აქცევთ, მაგ თქვენი ღმერთი იახვე და ალაჰი ერთ და იგივე არის. და ნუღა ატყუებთ ხალხს. გამოდი და პირდაპირ თქვით, რომ იესო ქრისტესთან ჩვენ არაფერი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ თაყვანსებთ იუდეველთა ღმერთ იახვეს და რატომღაც იესო ქრისტე დაუკავშირეთ რახან იმის ძე იყო ვითო. ჯერ არც იციან ვისი ძე იყო. ნამდვილად იახვეს ძე იყო და ძველ აღქმას თუ გაწევენ, საერთოდ ახალი აღქმა აზრი აღარ აქვს ახალი აღქმის საკითხს, იმიტომ რომ ახალი აღქმა მთლიანად აგებული არის, აი ეს პირამიდასავით არის აგებული წვერვალი, უკვე ახალი აღქმა ბოლოში გამოცხადება იოანესი უმწვერვალესი ის არის უკვე. მაგით თავდება ბიბლია. ან პირამიდასავით არის აშენებული, იახვეზეა მთლიანად გადაბმული. ეს თქვენი ბიბლია. და თუ იესო ქრისტე როგორც ჩვენ ვიძახით რომ იუდას ტომიდან იყო და ძველი აღთქმის გაწევით საერთოდ იესო ქრისტეზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ, მაშინ გამოდით სასულიერო და თქვით ხმამაღლა ხალხის წინაშე რატომ ალავთ? თქვით რომ იახვე არის ჩვენი ღმერთი, იუდეველთა იახვე, ის ცაბაოთი უფალი თუ ვინც არის, ხო ადონაი? აი ამ ღმერთს ჩვენ თაყვანს და ეხლა მე გადავწყვიტა უკვე მე მინდა თქვენთან მოსვლა და სიარული თუ არ მინდა თქვენთან მოსვლა და სიარული. ეს უკვე ჩემი პირადი არჩევანი არის. მე ამაში არავინ არ მზღუდავს. ადრე ზღუდავდნენ რუსეთის მეფეები და ადამიანები ძალით აზიარებდნენ, ტაძარში ძალით მიათრევდნენ. ხო და ეს დღეს ესე აღარ არის. ყველაფერი ნათლად არის, აგერ თვითონ თავიანთი დაწერილი ჯულის კანონებიც, თავიანთი წიგნებიც, რაც არ მოსულ დამალეს, ჩემგან გაიგო ადამიანმა, რომ კლიმენტი რომაის 8 წიგნეული არსებობს. აი წარმოგიდგენიათ რა დონის უმეცრებაა, რა დონის სიღატაკეა. ბიბლიოთეკის მხრივ, სასულიერო წიგნების მხრივ. და რამდენი წიგნები კიდე ჩვენ არ ვიცით, რამდენი წიგნებს კიდე გვიმალავენ. ხო, ძალიან ბევრი ამას მალავს კათოლიკურ მართლმადიდებლობა. თუნდაც აი თომას სახარება რო ქართულებული რომ ის ევსები კესარიელი ეს ნაძირალა კაცი ესა. მაგანა თქვა რომ თომას სახარება ის არის რა ქვია. ერეტიკოსებმა დაწერეს. რა ერეტიკოსებმა დაწერეს? პავლე მოციქული პირდაპირ ციტირებს თომას სახარებიდან. ერეტიკოსებმა როგორ დაწერეს? ამ პავლე მოციქულს რატომ უნდა დაეწერა და ორიგინალს რატომ უნდა ეხსენებინა? ის სიტყვები თომას სახარებიდან თუ კი ერეტიკოსებმა დაწერეს. თუ იცოდა რომ ეს ერეტიკული იყო, რატო იმეორებს იგივე სიტყვებს ან ორიგენე, ან ნეტარი ავგუსტინე. ერთ-ერთში იგივე სიტყვებს იმეორებენ. და მე მაგ ჩემ წიგნში გამოცემული მაგას. ქრისტემ თქვა, მე მოვედი რათა გააუქმო პირველი და დავაყენო მეორე. მან მოსეს ჯური გააუქმა. ხო ეს პირდაპირ არის მე-7 თავის მე-14 მუხლია, ხო აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ან ჯურის შეცვლასთან ერთად აუცილებელია გაუქმდეს და შეიცვალოს ღვთლობაც. ჯური თუ გაუქმდა და ჩვენ სხვებს აღარ ვწირავთ ებრაელების რაღაც სისხლის მსხვერპლ შეწირვებით დასრულდა. ასე უნდა გაუქმდეს ის ღვთლობა, რომელიც ცხოველთა სისხლის მეშვეობით ხდებოდა ის კეთრის გამბანა და რაღაც ხორცელი და არა მიცვალებულის ამ კვლელებისა და მრუშებისთვის. კვლებისა და მრუშებისთვის გამოსყიდვა სისხლის მსხვერპლი არ არსებობდა. ანუ მიტევება არ იყო მათთვის. და ესენი რანაირად აკავშირებენ ქრისტეს სიკვდილის კვლებისა და მრუშებისთვის, ჩემამდე არ მოდის. იესო ქრისტე არ ყვდება კვლებისა და მრუშებისთვის, ძიმეცოდებისთვის. იესო ქრისტე არ მოკვდარა შენი ცოდებისათვის, რომ შენ რაღაცა ხართეზოზე დამოწმებული იყო, მოდი მე ხა ვიმრუშებ, ხარამხანა რაღაცა ბორდელის უფროსი ვიქნები და მე არ მომეკითხება, მე ქრისტეში გამართლებული ვარ. ეგრე არ არის, აგერ მოციქულთა კანონები გიწესებენ. რომ ის ვინც ქრისტეს სიკვდილში მოინათლა, ვალდებული არიან აღარ დარჩენ ცოდვაში. მორჩი მე უკვე ამაზე საუბარს. დანარჩენ თქვენთან მოიძიეთ, თქვენთან
გაერკვიეთ, ვისაც აქვს ყური მოისმინოს, ვინც მაძებელია დაეიპოვოს. ძებნა არ არის რაღაცა ვიპოვე და ხო დამთავრდა. ამას აქვს თავისებური საფეხურები. სასופეული ძიება ეს არ არის დასრულებადი პროცესი. სასופეული ძიება არის მუდამ ღვიძარების პოზიცია, მუდამ ღვიძარებაში ხარ. რომ ვერც ერთი მაცდური აზრი შენ ვერ გატყუებს. ხო აი ბრმად უნდა მივენდოთ, ხო აი მამაო ესე გითხრა. რო გითხრა გადაამოწმე ეს სწორია რო გითხრა. ეგრე არიოზეც იყო ღვთაემთავარი და თქვა რაღაცა რომ ქრისტე მამისგან განსხვავდება და დაბალია და დააკრინა ქრისტეს ღვთაებრიობა. გამორჩა რაღაცა, მაგრამ რა არ გადაამოწმე ეს ყველა მიიღო ეგა? ზოგმა მიიღო, ზოგმა არ მიიღო, ხო? ხო და ამიტომ წერს, იმიტომ გეუბნები, წაიგითხეთ. ეპიფანე კუპრის ნაშრომები და წმინდა მამების ნაშრომები რომ აიყო იქ რაღაც ადამიანები და განსხვავებული აზრები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ და იყო ისეთი აზრები, რომლებიც თვითონ გამორიცხავენ ერთმანეთს. აი ის ადამიანი დღეს ამას ამბობდა, სხვა რაღაცას ამბობს. ეს ყველა ადამიანში დევს, ხო ეს უკვე ძიების პროცესია. ესე იგი რაღაც ახალი ნახა, რაც უფრო უკეთეს აღმოჩნდა იმაზე, რასაც ძველი სწამდა და ძველს ვარაუდობდა. აი ხა ვიღაცა მოუნათლავი კონსტანტინე იმპერატორი, ჯერ ერთი მოუნათლავი იყო და ბიბლია წაკითხული არ ქონდა, რატო უნდა მივიღო იმისგან დადგენილი ნიკეის წამსი, მე რატო უნდა მაღიარო შობილი და არა ქმნილი ერთი ამიხსენით. როცა არც ერთი ასე ვთქვათ ანტინიკეელი მამა ნიკეის კრებამდე არ აღიარებდა ამ კრებას და არ ცნეს წმინდა კრებად. 318 იქნება თუ 500 იქნება თუ 1000 კაცი რო გამომიყვანო და 1.300.000 გამომიყვანო, მე ვერ ვაღიარებ იმას რომ იესო ქრისტე იახვე არის. ვერ ვაღიარებ მაგას. როგორ უნდა ვაღიარო, ჩემთვის იესო ქრისტე იახვე არ არის, ჩემთვის იესო ქრისტე არ არის დამჭელი ღმერთი. ჩემთვის იესო ქრისტე არ არის ძველი აღთქმის ღმერთი საბაუთიდაც. ვერანაირად ვერ დავიჯერებ ამას. ვერც სამების დოგმატით, ვერც იმ ტრინიტარების რაღაც ბოდოებით და ვერც ამით და ვერც იმით. არ ასწავლებს ბიბლია ეგეთ რაღაცას. ყოველი სამყურებელი არის ერთი და დაუბადებელი არის ის, ვინც არ არის შექმნილი. დამთავრდა წერტილი. რა თუნდა ამას რაღაცების განხილვა და იქ ვიღაცა მამების მოყვანა, ხო? თან ის იმ მამების, რომლებიც სოდვაში იყვნენ მხილებულები. ოქროპირი რატომ მოკლეს? რატო არავინ არ ინტერესდება? რატომ მოკლეს ოქროპირი? რის გამო მოკლეს ოქროპირი? ეხლა იცო ცოდვას ებრძოდა. რატო ქონდა ესეთი გამძაფრებული აქცენტი ცოდვაზე? იქემა რაღაცას თვითონაც ვერ იყო ისე ვთქვათ. აი როგორც ის ამოს. რა ქვია მაგას? პაისი ათონელი ხო? ხშირად ხმაო იმისა რომ ცოდული ვარო რაღაც აპარტამული იქნა ხო არ არის ჟესტიდან გამომდინარეო. ცოდული ვარო ვამბობ რა რაღაც თითქოს გიამაყება აი რა ცოდული ვარ რაღაც. მაგასაც დაკვირვება არ არის ხშირი თქმა მაგისი კარგი რომ აი მე ცოდული ვარ და შემიწყალე მე ცოდული და შემიწყალე მე ცოდული ტვინი გაუბულღო ქრისტეს მაგ უაზრო ლოცვით შემიწყალე მე ცოდული. ეს არ არის ქრისტეს ლოცვა. ქრისტეს ლოცვა არის უხსნესა ხალხსა შენსა თაყვანისეთ ქრისტე მეუფეო და ვიცხოვ ჩენდობას უცოდოთა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნოიყა ვახსნა ხურს და ჯვარსაზე და რათა იხსნე რომელიც შექმნა მონებისგან მტერისა. აი ეს ხო ისეთი ანჩისხატის ლოცვა. აი ეგ არის ნამდვილი ქრისტეს ლოცვა. მე რო სემინარში გამოსტაზე შევედი, ასკეტიკის გამოსტა იყო, ამაზურაბ ცხოვრობაზე ატარებდა მაგას. და პირველ რიგში ეგ დამისვა კითხვა, რომ აიო, ყველაო ჩაიჭრაო და ვერავინ ვერ პასუხავ და შენ თუ ამ კითხვაზე მიპასუხებ, ხო მე ბილეთი კი მქონდა მომზადებული რაღაცა ზეპირად უთხარი კითხვა პასუხი, მაგრამ შენ თუ მეტყვიო ქრისტეს ლოცვასო, აღარ მინდა დანარჩენი და პირდაპირ მიგიღებო რა და ეგრევე დავიწყე რა ქრისტეს ლოცვა პირდაპირ უხსნასა ხალხსა შენსა თაყვანისეთ ქრისტე მეუფეო ქრის მოქმედა ვითხოვ ჩენდობაზე და ჩვენთან ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნოიყა ვახსნა ხურს და ჯვარსაზე და როგორც არის ხო ხა აღარ გავაგზავნე პოსტს და მეც ამოვიწყდა ეგრევე გაჩერდიო და დამეწერა ნიშანი და 10-იანი და წამოვედი გახარებული რა თორე შეუძლებელია იქ მე სემინარში ვერ მოხდებოდი თუ უბრალოდ რაღაცა ესეთი ის არ მოხდებოდა რა ნუ იესო ქრისტე ძეუხთისო შემიწყალე მეწოდული ეს არ არის იესოს ლოცვა იესოს ლოცვა არ არის ანჩისხატის ტროპანი შეგიძლიათ მოიძიო და წაიკითხოთ ხოლმე კარგი, კითხვები ვისმენთ, დამისვით ხა კითხვები. და კითხვა პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. ქრისტე ღმერთო განსხვავებული წათნოიყავ, ახსნა ხორცი და ჯვარსაზე და რათა იხსნე, რომელიც შექმნილ მონებისგან მტერისა. დამოვისწრე ეგ ლოცვაც. ვინაცა მადლობით გიაღადებს სიხარულით აღმასვე ჩვენ ყოველნი. კითხვები დამისვით.
ხარ გაქვთ კითხვები? კითხვები თუ არა გაქვთ, ესე იგი ტყუილად მილაპარაკი, არაფერი გაიგეთ. ქალბატონო ქრისტე თქვა ქალბატონო იმავე სახარებაში იესომ თქვა რომ გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად და ეს წინააღმდეგობა არ არის? კარგი კითხვა. აღსასრულებლად მოვედი. აღსრულება ნიშნავს რაღაცის დასრულებას. სად მოვიძიო ეგლოცა რა ქვია. აი ხათის ტროპარია ჩაურებად უხსნასა ხალხსა შენსა დაგუგლო შეგიძლია და მართლმადიდებლურ საიტზე დევს საპატრიარქო საიტზე. უხსნასა ხალხსა შენსა თაყვანისია თქველის მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცს და ჯვარს ასეთა რათა იხსნე რომელიც შექმნე მონებისგან მტერისა. სიხაურით აღმავსეთ ჩვენ ყოველნი კაი ლოცვაა რა მოკლედ მე აღარ მახსოვს ზეპირად რაც ვახსოვ და მოგიყევით უკვე. ხო რაც შეეხება მათესახარებიდან არ მოსულვარ ჯურის გასაუქმებლად, არამედ მოვედი აღსასრულებლად. ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ იესო ქრისტე ამბობს რაზე? რისი აღსასრულებლად მოვიდა, რა უნდა აღსრულებულიყო მასე? ის რაც დაწერილი იყო წინა სამეთყველებში და ფსალმუნებში, რომ უნდა მოკვდარიყო ჯვარზე და მესამე დღეს აღდგარიყო. ეს არის თლიანი ასე ვთქვათ, ფუძე, რასაც იესო ქრისტე ამბობს ძველი აღთქმიდან. თუ იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან იყო, რა თქმა უნდა, ის არ საუბრობდა ჯურის გაუქმებაზე, რომელიც ჯურის გაუქმებაზე. არა იმ ჯურის გაუქმებაზე, რომელიც ქრისტეს სიკვდილის შემდეგ შეიცვალა. არამედ იმ ჯურის გაუქმებაზე, რომელიც უნდა აღსრულდეს მისი მოსვლის პერიოდში, მაგალითად ესაია 61 თავი. როდესაც ის კითხულობს სული უფლის არის ჩემზე უფალმა ხო, მე გლახეთა მახარება ბათათის თვალის სასახლეა და როგორც არის, ხო? ამის შემდეგ უკვე მოდის მეორე მოსვლის პერიოდი, რომელიც ჯერ არ არის აღსრულებული. ანუ იესო ქრისტე წერილის გასაუქმებლად კი არ მოდის, რაც მომავალში უნდა მოხდეს მისი მეორე მოსვლისას. არამედ მხოლოდ იმის აღსასრულებლად, რაც მასზე იყო დაწერილი წერილები. აქ არის გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ რაც მასზე იყო დაწერილი, რომ ის უნდა მოკვდარიყო იმისათვის, რათა გაუქმებულიყო სისხლიანი მსხვერპლი შეწირვები, ამის აღსასრულებლად მოვიდა და რაც აღსრულა, ის დასრულდა. რომელთა მიათავის მეოთხე მოხში პირდაპირ ამბობს, ქრისტე არის ჯურის დასასრული. არა გაუქმება, ანუ შეუძლებელია გაუქმდეს ის, რაც მომავალში ჩვენ გველოდება. არამედ გაუქმდეს ის, რაც აღასრულა. აი ამაზე არის მეგობრებო იესოს სიტყვები და არანაირად არ აწინააღმდეგება პავლეს წერილებს, სადაც პავლე მოწმობს, რომ რაც აღასრულა ის გაუქმა თავისი ერთგზის შეწირვით, სამუდამოდ გაუქმა სხვებს შეწირვებით. აღარ არსებობს სხვა მსხვერპლი წოდებისთვის, რადგანაც ერთგზის შეწირვით განწმინდა მისდამი სასწორებლები. რატომ არის ამდენი წინააღმდეგობრივი აზრი ბიბლიაში? რატომ იძლევა ეს წიგნი იმის საშუალებას, რომ ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს? ხომ არ ამტკიცებს ეს იმას, რომ გადაკეთებულია ბიბლია. ბიბლია რო გადაკეთებული არის, ამაზე ჩემი თქმა არ გჭირდებათ. შეადარეთ მცხეთური ხელნაწერი და შეადარეთ ახალი საპატრიარქოს გამოცემა. მე არ ვიძახე პროტესტანტულ ბიბლიას. ან იაღვეველების ბიბლიას. ბიბლია არის ერთი წიგნი, ეს არის ებრაული წყარო, კუმრანის ტექსტები. დაჟდნენ თეოლოგები, ლინგვისტები და ენათმეცნიერები და თარგმნონ კი ბატონო და მისაღები ექნება ყველასათვის, როგორც მუსლიმებისათვის, ასევე ქრისტიანებისთვის და რა ვიცი. სხვა ვინ დარჩა იუდეველებისთვისაც ასე ვთქვათ. არამეულ ენაზე არის კუმრანის ტექსტები, დაჟდნენ გამოიკვლიან ენათმეცნიერები ვინც არიან და კი ბატონო ჩვენ სიხარულით მივიღებთ გადაუკეთებელ და შეუცდომელ ბიბლიას, თუ ასე ძალიან გაინტერესებდა გუმხურვალეთ ხართ. ახსნი რომ წაიკითხოთ ეს თქვენი წმინდა წერილები. თუ მაგას თქვენ წმინდა წერილებად საერთოდ ეგეც აკითხავთ. არავინ კითხვას არ სვავს, რა წერია კუმრანის ტექსტებში. არც ერთი მეცნიერი არ ზის და არ იკვლევს ამ წერილებს. აი მანახეთ ერთი ქრისტიანი, ვინც კუმრანის ტექსტებიდან არამეულიდან თარგმნა ზუსტად სიტყვასიტყვით და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ დიახაც ეს ტექსტი ეთანხმება დღევანდელ არსებულ ბიბლიას. არ არსებობს ესეთი მტკიცებულებები. აი მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც დაჯდა და იმუშავა ამაზე და კუმრანის ტექსტები არამეული ენიდან ქართული სახით მომიტანა დღემდე. არის მხოლოდ ძველი მცხეთური და ხელნაწერები ქართულ ენაზე, რომელიც მე-9 საუკუნის იქით უკვე აღარ ჩანს. ანუ გადაწერილი არის, რა ის თაწმინდელის თარგმანები და ეს ყველაფერი გადაწერილი არის. ვიღაცა თარგმნა, ამათმა გადაწერეს და ჩაამატეს. ბევრი რაღაცები ჩამატებული არის. მაგალითად თაწმინდელის თარგმანში სამნი მოწმობ ზედა მამა სიტყვა და სული და ეს სამნი ერთი სამიმართ ერთიანი არიან, არ აწერილი. ბერძნულ ორიგინალში და არც ადიშოთხოვში არ წერილი.
მამაც და სული წმინდა რომ ერთი არის, ეგ არ წერია არსად. კარგი, შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა გისმენთ, დავსვათ. მეორე მოსვლაზე რას გვეტყვით? აქეთი თანამშრომელია ჩვენთან, მუშა არის რა და გაიგრო ეს რაღაც ციგნებს წერ, რაღაც ლაივებს გავოდივარ და შეიძლება რომ გაგისაუბრო კი მეთქი მობრძანეთ მეთქი და ლევანო მაინტერესებსო იესო ქრისტე მეორე თუ მოვა და ამაზე რა აზრის ხართ რა? რაღაცნაირად ვუთხარი რომ არავინაც არ მოვა მეთქი რა. რა ვიცი მეთქი რა, უნდა მოვიდეს მეთქი. თითქოს უწმუნოების ის დავთესე, მაგრამ აი რომ დავფიქრდეთ ახლა ხო? ქრისტე ესეთ რაღაცას ამობს. მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. რას ნიშნავს მე მუდამ თქვენთან ვარ? როდესაც მოციქულები თომას ახარებაში ეკითხებიან, როდის მოვა სუფევა დედამიწაზე, ანუ მეორე მოსვლის საკითხები დგას, იესო ქრისტე არ ეუბნება რომ აი ეხა მოვა, იმ დროს მოვა, აი უკვე მოსულიან რაღაცა, ესეთ რაღაცა. აი ესეთ რაღაცას პასუხობს რა. თქვენ მიაგერეთ კი დასაბამს რომ კითხულობთ დასასრულსო. იპოვეთ კი დასაბამი რომ დასასრულს კითხულობთ რა. აი ესეთ რაღაც რიტორიკულ შეკითხვას სვავს. ზუსტად ეხლა ეციგნი არა მაგ მე წამოვიღებ და მაგაზე სერიოზული თემა შეიძლება დავწეროთ. და მე ეკითხებიან კიდევაც რომ აი ხო ამბობენ რომ უნდა მოვიდეს მეორედ სუფევა, მამის სუფევი და რაღაც ესეთი ხო, ქრისტე მეორედ მოვა ხო? და იესო ეუბნება რომ მამის სუფევა ვრცელდება უკვე დედამიწაზე, ადამიანები მას ვერ ხედავენ. და როდესაც მოვა, ანუ სუფევა როდესაც მოვა, არ იტყვიან აგერი ქარისო, ქრისტე ანაგერი ქარის, ანაქარისო. ანუ რაღაცა ეს მეორე მოსვლის თემა და სასუფევის მოსვლა თითქოს ისია ხალხს გაგებული რომ აი სადღაც მოვა და იქ იქნება და იქ იტყვი აი ხო ქრისტე მოვიდა. და რაღაც აპოკალიფსთან უკავშირებენ ხოლმე რომ აი აპოკალიფსში ხო წერია რომ იესო ქრისტე მოვა და დასჯის სოდვილებს და რაღაცა. კი ბატონო წერია, მაგრამ აი თომას ახარებისეული პრაქტიკა ცოტა სხვანაირად უყურებს ამ საკითხს. იესო ამბობს რომ სასუფეველი მამის სასუფევა ან მეორე მოსვლა არ მოვა თვალხილურად არ ეტყვიან აგერი ქარის ანაქარს. ის პარავით მოვა, არავის ეცოდინება, ისე მოვა. ანუ რომ მოვა, ფაქტია რომ მოვა, მაგრამ როგორ მოვა და რა სახით მოვა ის არავის ეცოდინება. ანუ არ ეტყვიან აგერ ქრისტე იქ არის, ანუ არავის არ ეცოდინება და თუ არ მეცოდინება როგორ გავიგებ? ეს უკვე რაღაცა შემეცნებაზეა საუბარი. ესე იგი მოსულია უკვე სუფევა და ჩვენ ეს სუფევაში გადასვლა უკვე გვიწერს ჭრეთის მეშვეობით, ანუ შინაგანი სინათლის მეშვეობით. შემეცნების მეშვეობით, აი გნოზისი რა არის, შემეცნება არის. რომ თუ შენ დაინახე ქრისტე, შენ გახდი ქრისტე, თუ დაინახე მამა, შენ გახდი მამა, ანუ შენი თვალებით იმიზირება მამა. და ეს უკვე სუფევაა მოსული, ეს უკვე მეორე მოსვლა არის რა. ხოდაშორის ერთი მღვდელი არის, გურა მოთხოზორია იმანა თქვა, რომ იესო ქრისტეო არ მოვა მეორე თუ იესო ქრისტე უკვე მოსულია ჩვენშიო. და მე ხოდაშორის ვერ გავიგე რას ნიშნავს რა, ეხლა ბიბლია აშკარად გვეუბნება რომ იესო ქრისტე მოვა, ცოდვითად დასასჯელად. აგერ მე-19 თავში პირდაპირ წერია რომ სისხლის დინარები დინებენ და უზენაეს ყურის ამპრობელის რისხვას დააცხრობს იესო ქრისტე თავისი პირიდან გამოსული მახვილით. როგორც ჩანს, ეკლესია მალავს რაღაცა ინფორმაციას და უფრო უჭერს თომას მხარს ვიდრე ბიბლიას, იმიტომ რომ ბიბლია ხო თავიდანვე კათოლიკური არის. ეს კათოლიკე ებრაელებმა დაწერეს, ებრაელებმა რომელიც კათოლიკებს შეაფარეს თავი. თუ რაღაც ერთად არიან რა, ეხლა კაცი რომელიც ცეცხლში დაწვას, ცოცხლად დაწვას ამართლებს, ის ქრისტიანი არ არის ჩემ თვალში. ის არის იაღოველი, ფარული იაღოველი, ანუ იახვისტიანი. ესეთები არიან კათოლიკები. ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ. ბრუნო მარტო იმიტომ კი არ დაძოს რაღაც მეცნიერულ რაღაცებს კვლევებს ატარებდა. არა, ბრუნო იგივეს ლაპარაკობდა, რასაც ახლა თომა ამბობდა, რასაც ახლა მე ვადასტურებ, რომ სინათლე არის თქვენში და ზუსტად ამ სინათლის ჩახშობა უნდა ამ კათოლიკურ მართლმადიდებლობას რაღაცა რელიგიური წესებით. მარხვების, ლოცვების, აღსარებების, ზიარებით და რაღაცა სისულელეებით. ჯვრის წერა სად იყო ჯვრის წერა ქრისტეს დროს? ქრისტე ხო არ იყო ჯვარზე გაკრული, რომელი მოციქული იწერდა ჯვარს, ჯვრის წერები დამისახელეთ, რომელი მოციქული ატარებდა ჯვრის წერას. არც ერთი. არ არსებობს ჯვრის წერის საიდუმლოება. ქორწინება კი ბატონო იცოცხლება, მაგრამ იუდაური ქორწინება დგიან ჩარდახის ქვეშ და იქ რაბინი წერს აუგლებს ერთმანეთთან. სულ სხვა ტრადიცია იყო ქორწინების.
და ათხოვებდნენ 14 წლის ბავშვებს და 13 წლის ბავშვებს. ქალი უნდა ადრე გათხოვებულიყო, რომ შვილები გაეჩინა და ოჯახი და ქმრის მოყვარული ყოფილიყო. ესეთი ტრადიცია იყო იუდაიზმში. მეორე მოსვლაზე ეს შემიძლია თქვა, რომ ეხა ენოქის წიგნის მიხედვით იესო ქრისტე მოდის და ცოდულებს ჯის. ასევე რომ მოვა და ეს აუცილებლად მოხდება, ეს უკვე წმენის საკითხი არის. რახან თქვა, ალბათ მოვა. თუ ბიბლიას დაუჯერებთ და ენოქის წიგნს თუ დაუჯერებთ, კიდე აუცილებლად მოვა. და ვაიმ მოსვლას მერე. თუ კი ვიპოვებო ვინმესო, ვისაც ვიშიც სიყვარული იარსებებს, ვისაც მე ვთქვი. აღარ არსებობს ეს სიყვარული. დღეს კათოლიკურმა მართლმადიდებლობამ და საერთოდ მართლმადიდებლობაც უკვე აღარ არის სანაკებო სიტყვა, თავის შეირწმუნეს. დაკარგა ის პირვანდელი სიყვარული მართლმადიდებლობამ. აღარ არის ის იმ ფესვში აღარ ადგას, რაც იყო. ხო, აგე თვითონ სასულიერო მითხრა, რომ იყო დრო ლევან, როცა რომი რომობდაო. გაიგე საჩარტყა? ანუ ესე იგი კლიმატი რომაელი იციან, მოციქულთა სწორი ისა, ხო, 8 წიგნეული ხა, პირდაპირ 60 ციკული დადგენილებებია, მაგის ამოღება როგორ შეიძლება. იციან ეს საიდუმლოებები და ანუ მალავენ რა, ის ხო შეტყვის არ არის ხა, დაბალი ფენისათვის არ არის. თვითონ გამოაცხადეს ღმერთება თავი და ხალხი დაიჭმარეს იქნება. ახსენება ზიარებით და წუმპლაობით და რაღაცა სამთლების დამთებით შემოიფარგლა დღეს მართლმადიდებლობა. ეს არ არის მართლმადიდებლობა, ეს არის წარმართობა, ჩვეულებრივი წარმართობა, რაც თაში იყო და რასაც აკეთებდნენ იქ ქურუმები, დეკანოზები, ასე ვთქვათ. თაში, იქაც აყავდათ დეკანოზები ხევის ბერებს. შემდეგი კითხვა დამისვით. შემდეგი კითხვა. დაცემული ანგელოზებიც ხომ უნდა აუშვან უდაბროდან, ანუნაკები ეწოდებათ მათ თუ დაცემულები. 200 ანგელოზი, 200 ანგელოზის სიმაზია საუბარი, ხო, ტარტაროზის ციხეში უჩაყარა. კი. ეგ აპოკალიფსი წერია, რომ აიწყვიტავსო იქა და ამოვაო, მაგრამ ის აიწყვიტავს, კაია თუ ძმა ხარ. ისეთი რა ძალა აქვს ესე იგი, რომ უზენაესის მიერ დაბმული ვიღაცა მაიწყდოს. ანუ ნებას მისცემს, ანუ თვითონ უზენაესი აუშვებს მაგათ. გამოვლენ და მოწყავენ, ხო, ხალხსო. რა ვიცი ხა, მეგობრებო, ხა აპოკალიფსი და აი ეს წიგნი საერთოდ ხო იოანეს გამოცხადება არაკანონიკურად იყო ცნობილი. და შემდგომ უკვე მეშვიდე მსოფლიო საეკლესიებაზე თუ სადღაც შეიტანეს რა, როგორც ვიცი, არ იყო ბიბლიაში. მერე მოხდა მაგის დამატება. ძალიან საერთოდ მიიჩნევდნენ საერთოდ წმინდა მამები მაგ წიგნის ავთენტურობას. ისეთი რაღაცები წერია, რომ რა შეცდომის გამორკვეველი არის საერთოდ რა. ქრისტე მოდის და იქ ვიღაცას თავებს აცლის და სისხლის დინარები დინებენ და რაღაცები. არ ვიცი, ერთ-ერთი ენოქისეული ინტერპრეტაცია იოანეს აპოკალიფსი. რატო თუ ენოქი აპოკრიფიალი და არ არის მართლმადიდებლური, რატო არის მსგავსება იოანეს აპოკალიფსა და ენოქის შორის? თან მეტუმეტეს ორ სასამართლოს შორის, რომელიც მოდის ანტიქრისტ და სამხრეთ, ერთ-ერთი ენოქია, ხო? პირდაპირ წერია გამარტებაში, ანდრე კესარიელის გამარტებაში, კესარი კაბადოკიელის ეპისკოპოსი წმინდა მამის გამარტებაში წერია, რომ ენოქი და ელია მოდიან. და თუ ენოქი არაკანონიკურია და ეკლესიის მიერ უარყოფილი წიგნი არის, მაშინ საერთოდ აპოკალიფსი ამოსაღები მასში, ხო? ლოგიკურია. ფაქტის სახეზე არის, რომ მოდის რა. და ის დაცემული ანგელოზებიც ჩვეულებრივად გამოვლენ და ხალხს დახოცავენ. ეს რაც გვიწერია წინასამეტყველების წიგნებში და რეალურად ეხა ეს შე როგორ აღიქვა ამას და შე რამდენად გჯერა, ეგ უკვე მართლა წმენის საკითხია. მე ვერანაირად ვერ დაგაჯერებთ მაგას. ხო, აი 1000-ლოვან მართლობაზეც გურამ ბახტაძემს მოგწერა. 1000-ლოვან მართლობას დღევანდელი მართლმადიდებლობა უარყოფს. ამას უწოდებს ქილიაზმურ წინასამეტყველებას. ანუ რაღაცა თავები უკვე მე-19 თავის მე-20-21 თავები რაღაც თითქოს შეთითხნილი არის. აი მაგალითად იესო ქრისტე რო ეუბნება, მე ვარ ანგელოზიო, მე ვარ ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავიო, დავითის ფესვიო. გამოცხადების 22 თავია თვალსწრაფი მე-16 მოხლი. ნახეთ რა.
ცისკის კაშკაშა ვარსკვლავი ვარო, პირდაპირ ამბობს, რომ ლუციფერი ვარ. იესო ქრისტე. რატომღაც მე მიმაჩნია, რომ ეს თავები მერე ჩაწერა. ზუსტად იქ მე-20 თავში არის 1000-ლოვან მართლობაზე, რომ ქრისტე რომ მოდის 1000 წელი მიმართლოს და ესე. მაშინ რაღაც ვეშით მუსლიმანებიც მაგას ამბობენ, რომ ქრისტე რომ მოდის 40 წელი უნდა იცხოვროს და მერე უნდა მოკვდეს და მერე იქნება საყოველთაო აღება და მერე მოვა მამა თავისი ანგელოზებით და მერე იქნება განკითხვა. და ენოქის ციკში ეგრე არ არის. ენოქის ციკში 1000-ლოვანი მართლობა უარყოფილია. ენოქის ციკში როცა მოდის იესო, ყდრები ცოცხლდებიან და იქნება საყოველთაო აღდგომა და განკითხვა. ხო, ანუ იოანეს სახარების მე-5 თავში არის ყდრების გაიგონებენ ჩემ ხმასო. ის მოდის ცოცხალთან მკვდართა განსაკუთრად კაცის ძე ენოქის ციკში. მე უფრო ამას ვემხრობ. იესო ქრისტე კი არ მოკვდება და 1000 წელი კი არის ცოცხლებს და იქ რაღაცა იმას კი არის, იმას დაამარცხებს, ამას დაამარცხებს. რომ მოდის, იქ არ წერია რომ ანტიქრისტეს ამხელს და ჩამოემხობა. არა, ეგეთი რაღაც ისურველები არ წერია ენოქის ციკში. იესო რომ მოდის უკვე მეორედ, ხდება უკვე ყდრების აღდგომა. აი პავლე მოციქული ციტირებს, ხო, როცა მოვაო ჩვენ ცოცხლად შევეგებებით და გარდავიქმნებითო, წყისირეთო, გარდავიქმნებითო და ღრუბლით მას მივიახლებითო. აი ესე მგონია იესოს მოსვლა და არავითარ 1000-ლოვანი მართლობა და რაღაც ანტიქრისტეს დაამხობს და იქ რაღაც მერე აღდგება და ახალის ბოწამოა და ომები ატყდება და რაღაცა. მე-12 თავში არ წერია, მე-9 მუხში გამოცხადები, ზეცაში ომი ატყდაო და ბრამდებელი გადმოგდებული იქნა დიდი დრაკონი. აი სასა რაღაც ისინი წერია ზღაპრები რა, ხა მე მაგას ვერ დავიჯერებ. ზეცაში ომი ატყდაო. ზეცაში ომი როგორ უნდა ატყდეს? რა იყო ისეთი ზეცა? მატერია იყო? თუ სულია, ზეცა სულიერია, რავი, ზეცაში არიან გაბნეულები, ის რაც არის, ხო, ანგელოზები და ის ამა მიწაზე რა უნდათ იმ ანგელოზებს. ზეცაში ომი ატყდაო. ნათლობას თუ ატარებდნენ მოციქულები ისეთი წესით, როგორც ახლა ნათლავენ, ან რომელი წლიდან დაწესდა ეს რიტუალი. იოანეს შემდეგ გააგრძელეს იგივე მოციქულებმა თუ არა. ეს თმის მოკვეცა, სული შებერვა და ასე შემდეგ. ხო, ნათლობის წესი დღევანდელი სახით რაც არის, ეს არის სულთა ერეტიკული პრავიტიზმი. ძველმართლმადიდებლობაში ნათლობის წესი გრძელდებოდა დაახლოებით 2-3 საათი და მთავრდებოდა ცეცხლით ნათლობით. როგორი ტრადიცია იყო, მე არ ვიცი და არც მიმაყენოსინებენ მაგას, რომ გავიგო როგორც კლიმენტი რომელიც წიგნე დამარული, ის არის ის ტრადიცია ნათლობის ძველმართლმადიდებლური ძველმოწესეული წესით, რასაც სტაროვერები ეტარებდნენ, ჩვენამდე მოუღწეველი არის. ანუ რაღაცა ბუტბუტით და წყალში ან ემბალში თავის ჩაყოფით და რაღაც ისურველებით ეს არ არის ნათლობა, ეს არის დემონიზაცია ადამიანის. ჯობია ადამიანი არ მონათლო მაგრე, ანუ არაკანონიერად. ვიდრე მასე მონათლო. ჯობია საერთოდ არ მონათლო. ვიდრე მასე მონათლო. იმიტომ რომ ნათლობა არ არის. ანუ პატარა წესით რომ დაიღოს და არ ჩატარდეს ისეთივე წესით როგორც სამოციქულო იყო, უკვე შენ დემონს იწვევს შენში, ანუ ფაქტიურად სახდება იმ ადამიანში. აი მე ერთი ვიდეო მანახეს, ხდელი მამაო ბავშვი ნათლავდა, პატარა ბავშვი იყო და ჯვარი რო დაკიდა, ეს რაღაც დაემართა და გადავარდა და თავი ჩამოვარტყა იმ ემბას. ანუ ეს არის დემონი რა. როცა სასულიერო პირი არასწორად ატარებს ნათლობის რიტუალს, ესეთი სასულიერო პირი არის დემონის მსახური პირდაპირ. ჯერ არ ვიცი ხა მე ზუსტად ტიპიკონში როგორ ეწერა რა ეტარდებოდა, მაგრამ აშკარად მინიშნებული არის, რომ ცეცხლით ნათლობა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს, ანუ ფიზიკური თვალით უნდა დაინახო ეს როგორ გადადის ცეცხლი, ანუ სულიწმინდა ადამიანს. მე პირადად მაქვს ეს სული ცეცხლით მონათლული ვარ, მიხილე ცეცხლით ჩემ შორის როგორ გაჩნდა. ეს არ იყო წყლით ნათლობის ბრალი. წყლით ნათლობისგან გაუცხოებულია, ცეცხლით ნათლობა სულ სხვა პროცესია. ეს არის უკვე შეგნებული, ადამიანი როდესაც გამშვალული არის, აღზრდილი არის ქრისტეს სიტყვაში და მიღება ხდება უკვე, ანუ როგორ ხდება, ანუ შეწყმა ხდება რა, ამ სიტყვას და მერე მოდის უკვე ავტომატურად შენ კი არ გეკითხება ეს. თვითონ სულიწმინდა გადადის, აი როგორც კორნელიოს შემთხვევაში მოხდა, ხო? წყლით არ იყვნენ მონათლულები და სხვადასხვა კაი საკითხი წამოჭერით, ამარ სულიწმინდა უკვე გადავიდა ცეცხლის ალიც კორნელიუსის სახზე და პეტრეს გაუკვირდა და მოციქულებსაც რომ როგორო ესეთ რაღაც არ მოხდა რაო, რომ ის რაც ჩვენ მივიღეთო ებრაელებმაო წარმართებზეც გადასულიყოს ეს სულიწმინდაო ცეცხლის სახით რა და ეს არის ცეცხლით ნათლობა და რაღა გუშლის ხელს რომ მოდიო ებრაული ტრადიციით მონათლობთო წყალში მონათლობთო რა ანუ წყლით ნათლობა ეს ხო იოანეს ნათლობა ამას არაფერი კავშირი არ აქვს იესო ქრისტეს ნათლობასთან იესო ქრისტე არ მოსულა წყლის ანათლობად და დაჟე ისიც არ მომჯერა მე რომ იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლეს საერთოდ არაფერი არ სჭირდა იესო ქრისტეს იოანესგან მოსანათლე იმიტომ რომ იოანე ნათლავდა სინანულისათვის ცოდვათა მისატევებლად და იესო ქრისტეს არ ქონდა ცოდვა ჩადენილი რომ იოანესგან მონათლულიყო უცოდველი იყო ის უცოდველი არ საჭიროებდა იოანესგან წყალში მონათლეს ეს მე არ ვიგონებ ებრაელთა სახარებაში წერია
იოანეს მიერ იესოს ნათლობა იორდანეში ფაქტიურად იესოს ღვთაებრიობას აყენებს შეურაცხყოფას. ესე იგი იესო გამოდის ცოდვილი. რაღაცა მიიქარა და ცოდვათა მისატევებლად წყალში ნათლობა დასჭირდა. ჩემთვის მიუღებელი არის და რა ტრედის გარდა სხვა ვერაფერი მოაფიქრა დედა ღმერთის გამოსახულება რო დაიხატა ტრედის გარდა სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს რომ ტრედის სახით არ დაიხატა სულიწმინდა სულიწმინდაზე ხო აქვს იესო ქრისტე რომ დედა ჩემი არის აბა მზის შექმნამდე რატო ეწოდა იესო ქრისტეს დედაკაცის ძე მზის შექმნამდე დედაკაცის ძე ეწოდა ვინ იყო ის კაცის ძე ღმერთი კაცია კაცია ადამიანი ის რომ იულია ჭავჭავაძე რა თქმა უნდა არა კაცი იყო სულიწმინდა დედაკაცი და კაცის ძეთ მაგიტომ არის მოხსენებული. მე მაინტერესებს რა წესით ნათლავენ თვით მოციქულებით თუ წესია, წერია ეგ წესი და საიდან დეტალობეთ. ეხლა დიდაქე მოყავთ ხოლმე დიდაქეში ხო რაღაცები წერია დიდაქეში, მაგრამ დიდაქეში დიჟერების ტრადიცია სხვანაირად არის. ჩამოტარებით არის პურიც აკეთდება, ჩამოტარების წესით ერთმანეთში ხელის ტეხით და არის კიდე სასმისის 4 სასმისი ის მე ხო ჯოლებეთ ებრაული ტრადიცია არის. პასექის აღამოს აღნიშნა არავით არის ზიერებასთან არაფერი კავშირი არ აქვს მაგას. პასექის დღესასწაულის აღნიშნა წელიწადში ატარებდნენ ერთხელ. ყოველთვის გაატარებდნენ მაგ იმას ზიერებას კაცო. როგორც ესენი ატარებდნენ ყოველ კვირაში 10 საათი და ყოველ წირწივალო თვეზე ზიერება აღსარება ზიერება. დემონური სწავლება, მაგრამ ეგ არაფერი სამოციქულო მანდ არ არის. რომელი მოციქული დარბოდა საცეცხლით ხელში ხალხო ამიხსენით, რა შუაშია აარონის მსახურება მოციქულთა მსახურებაში ვინმე გამაგებინეთ რა. რა წესით ტარდებოდა ნათლობა არ ვიცი მე. სტაროვერები როგორ ატარებდნენ ყველაფერი გააქრეს იმათი ყველაფერი. დაწვეს სიგნები დაუწვეს და გადაასახლეს ეპისკოპოსები და პატრიარქ ნიკონის დროს როგორ წესით ტარდებოდა ალბათ არიან ხა ის სტაროვერები რომლებიც იციან ეს ნათლობის ეს და მე არ ვიცი არა ვარ ჩახედები მაგაში. მაგრამ აშკარად განსხვავებული სწავლებაა სტაროვერების ვიდრე დღევანდელი კლასიკური მართლმადიდებლობის. ეს არის სატანური ჩვეულებრივად რა მაშინ ღვთაებრივი არაფერი არ არის. მოიძახიან ილია მეორე ბავშვი მონათლავ. ილია მეორეს მიერ მონათლული ბავშვები არ არიან მონათლულები. ეგ იცოდეთ, ანუ არა კანონიერად არიან კანონიზაციით არ არის ჩატარებული ეგ ნათლობა. და არ ითვლებიან მონათრულებად. ეგ უნდა იცოდეთ, ეს მე არ ვიგონებ მამა ბასიმ ყალავიშვილმა თქვა. პატრიარქის მიერ მონათლული ბავშვები არ არიან მონათრულები. არ ითვლებიან მონათრულებად, მართლმადიდებლად. ესე იგი, იმდენი რამ არის დაფარული და გვიმალავენ, როგორ უნდა გავიგოთ რა არის წმინდა. თუ ვერ გავიგეთ სიმართლე და დავჭით ძილში შეგვინდობს იესო. ნახეთ, კაი კითხვა არის. იესო ქრისტე როცა მოდის, ის არავის არ ეუბნება წარსულს. საერთოდ არ ეუბნება ეხა იქ რაბინებს რატო არ იცით თორა ზეპირად. საერთოდ არ ეუბნება იმ მათშობის რატო არ წაიკითხე მოსეს ჯული რომ ჩემზე წერია. უბრალოდ ეკითხება წამსაძე კაცისა ვინ არის იგი რომ ვიწამო უფალო აი ის არის ვინც გელაპარაკება კი იმ წამსო უფალო ის არის ვინც შენ თვალები აკიხილავ და აგერ აქ სუიცინად იწამა 10 კეთროვანი თუნდაც ერთ-ერთი რო ბრუნდება დაემხოდა თაყვანისცა იესოს და აღიარა კარო კაცის ძე დამთავრდა ის აღარ უთქვა რომ წადი ტაძარში გააგზავნე იმ ამაოს შეწირემ მსხვერპლი ან რაღაც უდებს შეწირემ მსხვერპლი არა კი გააგზავნა რომ გააწმინდა შესაძლებელი იმიტომ რომ ჯური ჯერ დასრულებული არ იყო იესო ჯურის ქვეშ მოექცა წინადაცუთილი ხო იყო და ანუ ეგეთ შემოვიდა ხო იესო ჯურს ვერ გაუქმდა მის სიკვდილამდე რითაც იყო მოსული ის ნაღესულებინა ჯერ და შემდგომ უკვე ხდებოდა ამ ჯურის ავტომატიური გაუქმება და დღეს არავინ აღარ წირავს მსხვერპლს აღარ არსებობს იერუსალიმის ტაძარი ხო ანუ რატო გააგზავნა იმ მღვდლებთან იმიტომ გააგზავნა რომ ის მღვდლები არ გვანან ჩვენ მღვდლებს რო აპრავებენ ხოლმე აი სოლომონმა აუშენა ტაძარი და იესომ ის კეთროვანები ხო გააგზავნა მღვდლებთან იმასთან რომ გააგზავნა იმათმა განწმენდისათვის შეწირეს გვრიტი ხო არის იქ კეთროვნის განწმენდისათვის ესეც შეეწირებოდა მიტანო სისხლიანი მსხვერპლი და თუ თქვენ გეუნებათ ეხლა მღვდელი სასულიერო პირი რომ აი იესომ ეს ხო გააკეთე და არ აკრძალა ტაძარსახურებაო კაცო ის იყო იერუსალიმის ტაძარი ის იყო სისხლიანი მსხვერპლი ეხლა მე წავიდი და მღვდელს გვრიტი მიუტანო არ მეთქო შენ ხო არ უბერავ ბიჭო იესო ხო გაუქმაო როცა უნდა აუქმებო როცა უნდა ადგენე ანუ ორაზროვნები არიან ჩამოუყალიბებელი ტიპები არიან ეს სასულიეროები რა და საწოდავები არიან მეწოდება ესე თვითონაც უძური სხვების უძურებას როგორ იტვირთავს თვითონაც გაურკვეველი და ბრმა სხვა მეორე ბრმას როგორ წაუძღვება წინ ორივე ორმოში არ ჩავარდება ასე რომ შეგვინდობს იესო თუ არ შეგვინდობს ჩვენ უწოდინდრობას რა თქმა უნდა ეხლა რამდენი ადამიანი გულწრფელად მიდის და სწამს ხო აი ეს არის ჭეშმარიტება და მართლმადიდებლობის იკითხს არ არის და რაც ასწავლე და როგორც გაზარდეს ეგრე არის დაიჭადილი თვითონ სემინარ აკადემიაშიც საწოდავი ხალხი ეგენი არიან გადაყრილი ხალხი მოტყუებული ისინი სტუდენტები ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავ
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს სინათლე შემოვიდა და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. აი ეს წიგნები საიდან ამოიყარა, ხედავ, ამდენ წიგნებს ამალავე. ეს სამი წიგნი თუ დაგემალეს, კიდე იქით რამდენი რაღაცები დამალეს. მე უბრალოდ ეს სამი ადამიანი დაგისახელე და ანტინიკეელი მამების ტომეულობები იყო დაწერილი. სანამ ნიკეის კრება ჩატარდებოდა. ყველაფერი გაანადგურეს აბსოლუტურად. ეს რაღაცა შემორჩა ფრაგმენტები ასტერიუს კაპადოკიელის. თუ ეს ერეტიკოსი იყო და სოფისტი არიანელი იყო, რა უნდა ანტიოქიის კრებაზე 350 წელს ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანს. თუ ეს არავითარი ავტორიტეტი არ ქონდა ამ ადამიანს და მისი თეზისებიც, თეოლოგიური ფრაგმენტებიც არაფერი მნიშვნელოვანი არ არის ქრისტიანობის ისტორიაში. ამიტომ უფრო ვისაც გაინტერესებთ და დაინტერესებულია ქრისტიანული ისტორიის შესწავლით, აგერ შეიძინეთ თომას სახარების წიგნი, ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებთ. ხო, რაც შეეხება იმას, რომ რა წესით ტარდებოდა ნათლობა, იქ არ ვიცი, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის წყლის ნათლობას არანაირი პრიორიტეტი არ აქვს, საერთოდ დამჭირდება მე წყალში ნათლობა. მე ვარ მონათლული მართლმადიდებლური წესით წყლით, მაგრამ ეკლესიაში არ ვარ, სახლში მომნათლა მამა სოკრატე ჭულუხაძემ, არქიმანდრიტმა. ძველი წესით მომნათლა მე და იქ ახლა როგორ არის სულიწმინდა ნათლობა, ეს უკვე შემდგომი პროცესი არის, რა სულიწმინდა ნათლობა ეს არ არის მღვდლის პრეროგატივა, ეს არ არის ეკლესიის პრეროგატივა, ეს არ არის სასულიერო პირის პრეროგატივა. სულიწმინდა თვითონ ირჩევს. პეტრეს არ ეკითხება სულიწმინდა ვიზე გადავიდეს, დამოუკიდებლად გადადის. კორნელიუსის შემთხვევა ეს მაგალითია, რომ წყლით ნათლობამდე კორნელიუსი მოინათლა სულიწმინდით. მეათე თავი საქმე მოციქულთას, ეს წყალგაუვარია. ანუ არის ეს ფაქტი. ხო და ის რომ იესო ქრისტე შეგვინდობს თუ არ შეგვინდობს ჩვენ ამ უცოდინრობას, რა თქმა უნდა შეგვინდობს, როგორც ავაზაკის შემთხვევაში, ანუ ქრისტიანობა არის ავაზაკის კლასიკური მდგომარეობა, რომ ავაზაკს არ ეკითხება აი შენ ეს დააშავე შენ ამის გამო ჯოჯოხეთში მოხვდები. არა, ავაზაკი რომ აღიარებს თავის უმწეობას და იესო ქრისტეს უდანაშაულობას და ღვთაებრიობას ხედავს და მომიხსენე უფალო, როდესაც მოიხვალ უსუფებით და შენითავ, ხდება უკვე ამ ადამიანის გამოსყიდვა. ჯვარცმამდე იესოს სიკვდილამდე ხდება ადამიანის გამოსყიდვა. ხდება ანუ რომ ამბობენ რომ ეს ერეტიკოსები რომ აი ქრისტე შენთვის მოკვდა რომ შენი წოდები გამოისყიდა, ეგ ტყუილი არის. ქრისტე შენი წოდების გამო არ მოკვდა. ქრისტე შენი წოდების გამო და არავის წოდების გამო არ მოკვდა რა. ქრისტე მოკვდა პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელიც არ ეხებოდა მკვლელობას და მრუშებს, დავაზაკებს. ეხებოდა მხოლოდ ძველ წესს, სისხლიანი სვეპლის გაუქმებას, აუცილებლობის გაუქმებას. რაღაცა კეთრისა და ხორცისა და გამბანის და რაღაცა უწმინდურობების გამო. აი ეს დანაშაულებები, ზედაპირული და არა კვლელების და მრუშებისთვის. ამას მე არ ვიგონებ წერია რომელთა ებრაელთა წერიის მე-9 თავში, რომ იესო ქრისტე მოკვდა პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის. გასაუქმებლად და არა მომავალში რომ ჩვენ ჩავიდენდით და მოგვიტევებდა. ნუ რას უკაცრავად მეგობრებო, ის ვინც აგეკითხეთ. ინათლება ქრისტეში და აღთქმას დებს რომ შეუდგება ქრისტეს, ვალდებულნი არიან აღარ დარჩნენ ცოდვაში. და თუ ვინც ცოდავს, მე არ უარყო მონანიებას, აგერ ამბობს, თუ არ მოინანებს და არ მიატოვებს ცოდვებს, განწირული არის ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის, აგერ კლიმატი რომაელი ამბობს ამას. აღიარება დანაშაულის და ცოდვის ნიშნავს იმას, რომ შენ უარყო და მიატოვო ეს გზა. გეზიზღება ეს გზა, აღარ გინდა გახსენება. იმდენად საზარელია შენთვის, რომ ამ ხელა სიწმინდეს დაგაშურა, მადლს დაგაშურა, იმდენად გიყვარს ეს მადლი, რომ აღარ გინდა მადლის გარეშე, ანუ გეზიზღება ცოდვა იმ მადლის გამო. იმ ქრისტესთან ერთობის გამო. იმდენად გიყვარს ქრისტე, რომ შენ ამ ცოდვას უკვე ზიზღით უყურებ. ხო, ასე რომ ნუ გეშინიათ იესო ქრისტე შეგინდობთ და იესო ქრისტე არ არის მეწრული მანერ, რომ იქ დაგიწყოთ რომ რაღაცა არ იცოდით, რაღაცა იცოდით არ არის. თავარია გულწრფელად მიიღოთ ის და აი ხა რომ მეუბნები ხომე რომ მოვა ჩამოვა იესო ქრისტე და გავარკვევთ ვინ არის ჩვენ შორის მართალი. ვერავის ვერ დაუმტკიცებთ რომ სამება ერესი არის. აი თუნდაც დღეს რომ ამდენი რაღაცა წვალებლობები არის, სამება იძახიან. სამება არის ტერტულიანის ერესი. ამას ამბობს წმინდა ეპიფანე კვიპრელი, სალამინე. მე არ ვიგონებ. ეს არნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტეს ღმერთობა აკნინდება, რაღაცა სულიწმინდის გმობა, არა, მეგობრებო. სამების სახეთა სხვაობებზე ტერტულიანემ დაწერა და სამება სიტყვას რო იძახით, ეს უკვე არის ერესი. არ შეიძლება ღმერთზე თქვა, რომ სამებაა. ესეთი რაღაც არ შეიძლება. იმიტომ რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი ყოველთა ზედა. როგორც კლიმენტი რომაელი ამბობს ამას, ხო? არ არის ის, ვინც თქვენ გონეთ იესო ქრისტე. არ არის იახვე, არ არის ცაბაოთი უფალი იესო ქრისტე. ხო,
ასე რომ მაგის ის ნუ გექნებათ რომ იესო ქრისტე არ შეგინდოთ რადგანაც არ იცოდეთ. არის დღეს ყველაფერი იმისათვის რომ ჩემსავით გამოიკვლიო და იცოდეთ ყველაფერი. და თუ არ იცით კიდევაც, აი რო ჩამოვა იესო ქრისტე და რომ მოვა და რა გულითაც ავაზაკის მდგომარეობის მხრიდან მიიღებთ და გაიცნობთ, იმ გულით მიგიღებთ. რა წმენითაც მიხვათ, იმ წმენით მოგაგებთ. აი ესეთი იესო წამს მე და თქვენი არ ვიცით ახლა როგორი იესო ვწამთ. იახვეს კაცი იყო თუ ვის გამო მოკვდა და ჯერ ერთი თუ იახვეს ნების შესრულება ჩამოვიდა რაღაც ვეჭით იუდეველებს, ხო? ანუ ესენი იუდეველები, ქრისტეს კვლელების გამართლებლები გამოდიან. აღარ ეწერაო და ჯული უნდა აღსრულებულიყო და მაგიტომ მოკვდა ქრისტეო. თუ მაგიტომ მოკვდა რომ ჯული უნდა აღესრულებინა და მასე იყო დაწერილი რომ ესე უნდა მოხდარიყო, რაღაცი უმტყუნეთ იუდეველებს ერთ ამიხსენ. რატო უწოდებთ ქრისტეს კვლელებს? აგრე წერილი აღსრულეს და იახვეს უნდა და თავის ძის სიკვდილი და დაწყევლა ჯვარზე და კი ბატონო გავამართლოთ იუდეველებიც ქრისტეს კვლელობაში. მაინც ხო ვიღაცას უნდა მოეკვლა, ამ შულობა ვინ მოკლავდა. ეს ხო არასწორი ლოგიკაა. თუ ბიბლიური კუთხით ვიმიჯერებთ. მაგრამ იესოს იგავებიდან ჩანს რომ მამამ როდესაც ზე გამოვაგზავნა ბოროტი მევენახეების იგავში, ხო? მამამ არ იცის რომ ზე მოუკლეს. ანუ მამის პრეროგატივა და მამის ნება არ იყო ის რომ ზე ჯვარზე მომკვდარიყო. ესე წინაღობა არის. ანუ მაცხოვრის იგავები და მაცხოვრის გამონათქვამები აშკარად უპირისპირდება ძოლახთმისეულ წერილებს. და აღარ არის გამორიცხული რომ ეჭქვეში დგება მთელი ქრისტიანული გამოსყიდვის დოგმატიკა. იმიტომ რომ იქ არის ისრაელზე საუბარი და არაფერი შუაში არ არის ქართველი. თუ ისრაელზეა საუბარი, მხოლოდ ისრაელის დაკარგული ცხრებისთვის მოვიდა. სხვა ცხრებიც ამყავს რომ ამბობს, ის სხვა ცხრებში ჩვენ არ შევდივართ. არამედ ისრაელის იმ ფარეხისა, რომლებიც არ შედიან იესო ქრისტეს წმენაში, ანუ იუდეველებზე ეს საუბარი. სხვა ფარეხი და სხვა ცხრებიც ამყავსო. ესენი არის ზუსტად ფარისევლები. იმიტომ რომ ფარისევლები იყვნენ, ვინც კორით აღდგომას აღიარებდნენ და ჩუმად იყვნენ იესოს მიმდევრები, მაგალითად ერთ-ერთი იყო გამალიელი და ნიკოდემოსი. ფარისეველთა სექტის წევრები. აი ამაზე ამბობს, სხვა ცხრებიც ამყავსო. ანუ იმ სექტაში, იმ იუდაიზმშიც იესოს ყავდა თავისი ხალხი, ოღონდაც არა ესე ხმამაღლად. როდესაც უკვე დაემხო იერუსალემი და ყველაფერი, მერე უკვე ხმამაღლად გამოვიდნენ და ფარისეულებმა მიიღეს ქრისტე. და იწამეს და გაყვნენ ქრისტიანები. ქრისტიანები გახდნენ ნიკოდემოსიც და გამალიელიც. და ეს ისტორიები თქვენთვის დამალულია. რა თქმა უნდა, ეხლა მოციქულთა საქმეების შემდგომ ანდრიამ სადიქადაგა მათათა სახარება რო არსებობდა და ასე რო გაავრცელეს, რა თქმა უნდა, თქვენამდე ამას ვინ მოიტანს. თქვენ ხო მარტო 4 თავი დაგეწერეს და აი სისულელეები, რაც ეხლა ბიბლიაშია ჩამღაჯნილი. თქვენც ხო კარგად ატყობთ, რომ ეს არ არის მოციქულების დაწერილი. ეს არის ებრაელების დაწერილი. ბიბლია ებრაელებმა დაწერილი, აბა ეხლა მოციქულებმა დაწერეს. მოციქულები იყვნენ ებრაელები, კი, მაგრამ არა ეს ებრაელები, დღეს რომელსაც გადაგებენ. ეს ისინი ებრაელები არ არის. ის ებრაელობა, რასაც ებრაელობა ქვია ქრისტეს დროს, სულ სხვა დონისა და სხვა მდგომარეობა და სხვა მხარე იყო. და რა ის, რასაც თქვენ დღეს გაჩეჩებენ. ხო, ჩვენი თაობა ძირითადად სახლში ინათლებოდა, ესე იგი უფრო სწორი იყო, ესე იგი ეს გამბანოც ხდებოდა მაშინ და მეც გამბანეს. ეს არის ჩვეულებრივი ებრაული ტრადიცია, წყალში გამბანვა ხო რაღაცა იცოდების მოსატევებლად. სინანულისათვის ხდება ეს ყველაფერი, რომ შესამზადებელი პერიოდი კატაკმეველის დადგენა, შემდეგ კატაკმეველი უკვე მიდის, უკვე აღიარებს რომ ცოდვას ანებებს თავს შეგნებულად და უკვე ხდება წყალში გამბანვა, რომ წარსულ ცოდებს ტოვებს და უდგება ქრისტესა, შეუდგები ქრისტესა, ხო და შეუდგები უიეშმაკს მე რომ ამოს ხო ეს ყველაფერი. თმის კვეცა და ეს ფრჩხილების მოჭრა და ეს ყველაფერი ეს უბრალოდ შავი მაგიის მსახურება, არანაირი კავშირი არ აქვს იესო ქრისტეს სწავლებასთან. არც ერთი მუსიკული მე რა ვიცი ხა ქრისტე არ დამინახი ეგ ვიღაცას თმას აჭრიდეს და ფრჩხილებს აჭრიდეს. ეს არის ჩვეულებრივად შელოცებს აკეთებენ დისკის ფორმაზე რაღაცა და აგზავნე და რაც ახალ დაბადებულ ბავშვის ფრჩხის მოჭრა და თმას უფრო მეტი მაგია არის და აი ეგეთ რაღაცებს აკეთებენ მეგობრებო. პირდაპირ ღდელმა აღიარა ეგ ბერმონაზონი არქიმანდრიტი იყო რუსეთში. რომ ჩვეულებრივად შავი მაგიას აკეთებენ ამ თმის ბავშვის თმით და ფრჩხილების მოჭრა. ნახლობის დროს. ჩონი მაგია, შავი მაგია. კითხვა მიჩნდება ხოლმე კაცო, ეს შავი კაბები რატო აცვიათ ღდლებს? რატო არ ეკითხებით ამ ღდლებს თქვენი მაგას მეც ძალიან მაინტერესებს რა. ესე ვერ მათ რომ მიდიხარ და მამა ვახსარება ჩაგაბაროთ. არ ჭიდები იმ შენ მამაოს რა, ერთი სულეგ როდის დაამთავრებ რომ აი მოგისმინო აი მოსმენაც კი ზარავს რა. მე ხო მეუბნებიან არა პირადად ჩემთვის უთქვეთ. სასურველ პირებს რომ ლევონ ახსარებაში ისეთ რაღაცას გეუბნებიან რომ ხანდახან გავსრულა და გული აგრევია რა. ისე სულად გამختار ვარ თუ რა. არ ვიცი ხალხო, არ ვიცი. ზოგი ისეთი ადამიანია მართლა, რომ სიცოცხლეს არ იმსახურებს.
შეხედავ შვენიერი ადამიანია და ისეთ რაღაცა საზღვრებს მოგიყვება, რომ გადაუსმოს ადამიანობას ხალხს რა. და წარმოდგენა დაგეკარგება საერთოდ სამყაროზე და ისთვის შეიქმნა ადამიანი. ასეთი თავში ესეთი რაღაცა რომ გონა მოვიდეს ადამიანს, აი არ ვიცი რომ აი ხედა ბოროტელებს აკეთებენ. და რამდენად სწორია პატარა ბავშვის მონათლა, ანუ იმ ასაკში სანამ ის წვენას გააცნობიერებს. ჯურის კანონის მიხედვით ჩვეულებრივად, რა ვიცი, ვინ მამებმა დაადგინეს, არ ვიცი, მაგრამ მიიღეს რომ რაც ნაადრევად მოინათლება ბავშვი წყლით უფრო უკეთესია, ეს სულიერი დიდთვის. არ ვიცი, ჩემში მაგალითად არ ჟდება ხა რა, ვინც ქრისტიანები მონათლავები იყვნენ წყალში ვერ ცხონდნენ, აბა ის 154,000 რიცხვი ებრაელების საწავიდნენ, ზეცაში რა უნდა თუ მართლმადიდებლური ტრადიციით არ არიან წყალში მონათლულები. ჩემთვის ეს მიუღებელია ხა. ბავშვს მონათლავ თუ დასრულს მონათლავ. მე მაგალითად დიდიც რომ მონათლო, ხო, თუნდაც სამჯერ მონათლო, აზრი არ აქვს რა. თუ მასში არ არის ყდომო ცოდვისათვის და არ შეუდგება ქრისტესაც როგორც პირობას დებს. ცარი არის წყალზე თავზე დასხმი და რაღაცა რიტუალებით. ეგ ნათლობა ფასურდება. მისი ნათლობა გადაიქცება მოუნათლაობად. ჩვეულებრივი წარმართი იქნება. თავზე წყლის დასხმი და რაღაცა რიტუალის აღიარებით, ხო, შეუდგები ქრისტესა, მართლმადიდებელი ხარ, ხო, მართლმადიდებელი ვარ. არ არის მყარი არგუმენტი იმისა, რომ შენ ნამდვილად ხარ ქრისტიანი. ხე ნაყოფით შეიცნობა ქრისტემად ხო დამთავრდა. შენ თუ არა გაქვს შენი ქცევები არ ეთანხმება ნათლობის ფაქტს და აქტს, რაზეც შენ აღთქმა დადე ღმერთთან. აზრი არ აქვს იყვირე ამდენი მართლმადიდებელი ვარ და შენ თუ ბოზებში დადიხარ, მრუშობ, კაცის კვლელობ, იპარავ, შენ აღარ ახარ მონათლული, შენ ახარ მოუნათლავი ჩვეულებრივად. სამჯერად და 4-ჯერაც რომ მოგნათლოს მღვდელმა, აზრი არ აქვს. აგრეთ წერია დიდი ჯურის კანონი კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების წესებში, კანონებში, რომ ვალდებული აღარ შეცოდოს მონათლულმა ადამიანმა და ასევე კლიმენტი, რომელიც 8 წიგნეულის მეორე წიგნის მე-7 თავში. პირდაპირ გიწერე. მე-7 თავში. თუ არ მოინანიებს და არ მიატოვებს ცოდვებს, განწერულია ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის ესეთი ადამიანი. ვალდებული არის, რომ აღარ ჩაიდინოს ცოდვა. იესოს მოწაფეები თეთრსამოსიანები იყვნენ? არის კი ესეთი ვერსია, რომ ეძახდნენ თეთრსამოსიანებს. თეთრსამოსელი ეწვათ. და სხვადასხვა ქუდსაც ატარებდნენ თავზე. აი პავლე მოციქული ამბობს, რომ მამაკაცისათვის თავდაბრული ლოცვაო, სამარცხვინოა. რატო ამბობს ამას? ესე იგი თავდაბრუნლები დადიოდნენ, ხო? და ლოცვის დროს თავსაბურავს იხსნიდნენ. აი მაგალითად ტერტულიანის აქვს თავსაბურავი თავზე, თეთრი თავსაბურავი. ტერტულიანი კიდე მოციქულებს იცნობდა. ბევრი საკითხები არის რა. თეთრსამოსიანებს რატო ეძახდნენ? იცი, ლათინურად ეს გამოითქმის ტუნიკა დალმატიკა. ეპისკოპოსს ეცვა ჩვეულებრივი ტუნიკა დალმატიკა. თეთრი პროსტინასავით იყო რაღაცა ეს შემოხეული. თეთრსამოსიანებს ეძახდნენ ქრისტიანებს. ხო, აი სხვადასხვა მუსლიმური ტრადიცია ძალიან გავს პირველ ქრისტიანებს. ადრე ხო ეგრე იერუსალიმისკენ ოცულობდნენ. რაღაც არის რა, რაღაცა მალავს კათოლიკური მართლმადიდებლობა ძალიან ბევრ რაღაც ციგნებს მალავს რა. თუნდაც ეზრას ციგნები, ორასი ეზრას ციგნი სად არის? სად გააქრეს? ხა მე ყურანს ვკითხულობ და ყურანში წერია კაცო, რომ იესო ქრისტე ამის ჩემ შემდეგ ახმედი მოვავდა. თუ სახარებაში ამბობს ამას, მანახეთ ეგ სახარება მაგას ვეუბნები. არსად არ არის, ესე იგი არსებობდა იესოს სახარება, სადაც ამას ეძახეს, ხო? აბა ჰაერზე ხო არ იტყოდა ამ სიტყვებს, ხო? ანუ რაღაცა ხდება რა, კიდე ბევრი რამე არ ვიცით ჩვენ. მარტო ბიბლიით და გარდამოცემებით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, ვერ მივართ ჭეშმარიტებამდე რა. მივართ ის იმამდე, რაც მამებმა დაგვიდგინეს, აგერ აქამდე. რაც დაგვიდგინეს, აქამდე მივართ. სულ დამთავრდა. იმის იქით ჩვენ არაფერი არ ვიცით. 66 სახარება ქონიათ ეთიოპიელებს. აბა იცოდეთ თქვენი. 66 სახარება. სად არის? ვინ წამაკითხებს მე ხა მათათა სახარებას? სად არის მათათა სახარება? კაცშვი მარავინ არის. აგერ პირდაპირ წერს. ეფსები კესარია თავისი ეკლესიის ისტორიაში მე-4 წიგნში. ო არსებობს მათათა სახარება და თომას სახარებაც, მაგრამ მიაწერს ერეტიკოსების დაწერილს. თვითონაც ერეტიკოსიო. მე ქრისტეს გენეალოგია რა დაუკავშირე ქრისტეს საოცრება გააკეთა. პირველ წიგნის მე-4 თავში მე-7 პარაგრაფი თუ არ ხდები ქრისტეს გვარტომობასთან დაკავშირებით რას წერს წაიკითხეთ უბრალოდ ის რა ქვია ეფსები კესარიელი იმენას სასწაულებს ახდენს მათემატიკურ სასწაულებს ახდენს გენეალოგიაში არ ვიცი მეგეთის ზღაპრები ცხოვრებაში არ წამიგეთ და არავის რაღაცა სასწაულები გააკეთა მათეს გენეალოგიის აღრიცხვისას ეფსები კესარიელი და როგორ დაუკავშირა იესო ქრისტე იოსების ხაზით აბრაამს ჩემამდე არ წარმოუდგენელი რა შუაშია ქრისტე იოსებთან და აბრაამის ხაზი იოსებთან რა შუაშია ქრისტესთან
ძალიან გაბოროტდა და ხალხი მეშინია უკვე დედამიწაზე ცხოვრება. კი სიკეთის მოძულენი გახდნენ. აი მე მიკვირს ხოლმე რომ სიყვარულს გავცემ და სიბოროტით მიბრუნებენ მეთქი რა. რატო უნდა გაგიკვირდეს? მაგათი მთავარი მიზანი ხო ეგ არის რომ შენ გაგაბოროტო. აი მაგაზე თუ დაფიქრებულ ხართ რა. რატო შეიყვარის ადამიანი ვინც არ იმსახურებს შენ სიყვარულს? იესო ქრისტე პირდაპირ იძახს თომას სახარებაში. ჩემ საიდუმლოებს უმხელ მას, ვინც ამ საიდუმლოების მიღების ღირსია. დამთავრდა. წერტილი. ხორებისთვის არ მოსულა იესო ქრისტე. ძაღლებისთვის არ მოსულა, სამარიტელებისთვის არ მოსულა. მოვიდა შეგნებული ხალხისათვის. და სხვათა შორის ბიბლიას თუ დავუჯერებთ, მარტო ისრაელის ხალხის გადასაჭრელად მოვიდა. ხო, ეს სხვათა შორის ვატიკანი რომ მალავს, ეს ვატიკანი ხო კათოლიციზმი არის, ანუ კათოლიკური მართლმადიდებლობა იყო, ხო? ვატიკანი რომ მალავს და კათოლიციზმი რომ მალავს წიგნებს, ну რა ვიცი, იმდენი ჩვენ არ აქვს კიდე. და вообще ჩვენ ხო ბოლოს უნდა გავიგოთ ყველაფერი ქართველებმა. აი დავით აღმაშენებელი ვარ ყოლოდა, ხო საერთოდ ერაფერს ვერ გავიგებით. და რაც გავიგეთ ხო ისიც არ გვახსოვს. რა წიგნები ქონდა, ურმი დაატარებდა წიგნებს, რა წიგნები იყო, არავინ არ იცის. ენოქის წიგნი ძვლის რაღაცნაირად თარგმნე და გამოვეცით და ენოქის წიგნიც ეხა აკეთეს ერთი ამბავი, აი ესეთი არ წაიკითხო და თურმე ეხა გახდა კანონიკური ენოქის წიგნი რა. და აქამდე არა კანონიკური იყო, უბრალოდ დააკვირდით აი მღვდლებს რა, ამ მატყუარებს. მარტო ის კი არ არის რომ ეკლესიაში რომ მოვა ადამიანს, მშიერი ხარ შვილო, ხوارქშია, ხوارქის ცივა, ხوارქს ყურია. ეს კი არ არის ქრისტიანობა. ჯერ ამჭის მე რო შემოხედავ ეხა შემწყურვალი და ჩამოხრჩვალი კატასავით არა ვარ. უკმა პური მენატრებოდის, მადლობა ღმერთს რაც ამაკ. არავის თვითად არ დავწელო და არავით არ ჩემსახურებაში ფულს არ ვითხოვ. ხაგე წიგნებს ბეჭდო და წიგნებს ვყიდი. ხო ეს არ არის მე მგონი ცუდი საქციელი. იმიტომ რომ წიგნებსაც უფასოდ არავინ არ დაგებეჭდავს. და ეგ არის თუნდაც მოღვაწეობა რომ თუ რაღაცას აკეთებ ბოლომდე გააკეთე. ერთი რაღაცით ნუ გამოდიხარ, რაღაცა ოქროპირებით ნუ მელაპარაკები. ოქროპირის გარდა უამრავი ანტინიკელი მამები არსებობს. მომიყვანე ისინიც, დამისახელე. დიონესე ალექსანდრიელი, ასტერიუს კაბადოკიელი, ლაქტანციუსი, ათინაგორა, იუსტინე წამებული, რა ვიცი, აღარ გავაგზავნებ ახლა. თუნდაც ტერტულიანეთს ავიღოთ. ხო, ორიგენე ხო წვალებლა ჩერაცხას. კიდე გავყვე? ჯერ საკმარისი რაცა. თემისტიოსი, თუნდაც თემისტიოსი უძლიერესი იყო, ვინც ნიკეის კრებაზე საჯაროდ ამხილა კონსტანტინე იმპერატორი და დაასაბუთა სამების მწვალებლობა. თემისტიოსი იყო ეგ. ერთადერთი ძლიერი, ასე ვთქვათ, რიტორი და მჭერმეტყველი, ვინც ამხილა სამება ერეში. არ არის ეგეთი სწავლება, აი ემაუსიუს, არა ტორულა კიდე იქ რაღაც. როგორ შეიძლება თანასწორი იყოს ზემამის, გამორიცხულია ესეთი რაღაც. მიცემული აქვს მას ძალაუფლება. მამაზეც ისე განა თანასწორი როგორ იქნებოდა რაღაცა ხო არის მისცა, ხო? ზე ყოველთვის არ ქონდა. როგორც გავიგე, ერთი დაცემული ანგელოზი ვატიკანის ქვეშ ყავთ და იმ კარს იმიტომ აღებენ, რომ იქ დაგროვილი ნეგატიური ენერგია გამოანთავისუფლონ. არ ვიცი ხა მაგდენი არ ვიცი მე რაში მაინტერესებს. სხვათა შორის დუდაელის ხრელი რო არის საუბარი ენოქის ციკში, მე ვფიქრობ, რომ ვატიკანის ქვევით არის ეგ ხრელი. აი ფილმები არის გადაღებული პაპის ეგზორცისტი. გლადიატორში რო არის ის რასელ კროუ ხო თამაშობს, ეგ გამოდის მანდაც მაგ ფილმშიც. და ენოქის ციკს ახსენებს და ის პაპი ეუბნება რომის პაპი რო ენოქის 200 ანგელოზი მართალი ყოფილაო და იქ ხრელია ზუსტად ის რაღაცა პლატფორმაა, შავი წყალი და რაღაც არის მაგიური რიტუალებით იხსნება ის პორტალი და იქიდან ამოდიან ის აშმოდავსი და ის ჯოჯოხეთის პრინცი და რაც არის ხო ხრელი ეს არის დუდაელის ხრელი სადაც ის 200 ანგელოზი ჩაყარა უზენაისმა და შეიძლება ის ვატიკანში არის ეგ ხრელი იმიტომ რომ ვატიკანის ქვეშ იპოვეს რაღაცა ძველი ნანგრევები კატაკომბებს ეძახიან კატაკომბები და კატაკომბების ქვევით კიდე არის რაღაცა დემონური ისინი რა არხები იმიტომ რომ ესენი ხო ქალაქია დაშენებული მიწის ქვეშ კიდე რაღაცეებია ქალაქებია ამას ახლა არავინ არ ამბობს გასაიდუმლებულია ხო ეხა ის სინამდვილეში მართლა რაღაც კი არ ჩამოვიდა თვითფინანსებში ეს არის მიწიდან ამოსული კაცო მიწიდან ამოდიან ის ხრელებია გაკეთებული და აქედან ამოდიან ეს ტექნოლოგია რაც აქვს ეს უკვე ზეციური ტექნოლოგია ანგელოზე მარში ასწავლე ჯადოების კეთება და מחულების დამზადება გოლიეთებს და იმეებს წარიყუნა მთელი კაცობრიობაო ენოქი ხო წერს ისინი მიწაში არიან ჩასულები და იქიდან ამოდიან
და ასწავლიან ევა ვინაც თუ ნაგი ანგელოზმა გადრიანმა. ზეციური ანგელოზები არიან, დაცემული ანგელოზებმა ასწავლეს. და წაიყვნენ მთელი კაცობრიობა თუ აბა ჩვენ საიდან ვიცოდით მანქანა როგორ გეკეთდება და ეს ცივილიზაცია დენი რა იცოდა ადამიანმა და პირამიდები ვინ ააშენა. ხო ეს ცივილიზაცია მოდის ანგელოზებიდან არა. იმ 200 ანგელოზიდან. და ბიბლია არ არის სულ ჭეშმარიტი წყარო. ბიბლია არ არის. იქიდან შეიძლება 20-30% იყოს სიმართლე. აი მარკიონი იკვლევდა და მარკიონს კაი კვლევები აქვს ამასთან დაკავშირებით. კარგი მეგობრებო თუ კიდე გაკითხვა დამისვიდეთ თუ არა და უნდა გავიდე ხა მე დაგემშვიდობოთ ცოტა დავიხარე. კითხები დაწერეთ მანამდე და მოვალდეთ. სანამ მაგ ხალის ანუ კითხები ჩვენ აღარა გვაქვს, ესე იგი ცუდი არის. თუ კითხები აღარა გვაქვს, ესე იგი არაფერი არ გავიგეთ. კარგი, დავასრულოთ მაშინ ეს ლაივი თუ კითხები აღარა გაქვთ. ერთი რამე ვისწავლოთ რა, რომ გადაუმოწმებლად არაფრის მიღება არ შეიძლება. აი, რასაც დაგიდებენო, ხო უნდა გადახედო, რომ ვიღაცის ბოდიში და განავალი არ ჭამოა რა, მე არ მინდა რომ ებრაელების განავალი ჭამოთ. და რომ დაგიდებენო, გადავამოწმოთ. და მე როგორც ეგ ამთქვი, ხო? სასწორ პირებმა აღიარონ, რომ იუდეველთა იახვეს ცემეთ აყვას. და მე თვითონ გადავწყვიტა მოვიდე ტაძარში თუ არ მოვიდე. ჯერ ეგ აღიარონ, რომ მაგათ ღმერთი არის იუდეველთა იახვე. რომ იესოა იახვე. აღიარონ საჯაროდ, გამოვიდნენ და აღიარონ. თუ ბიბლიას აღიარებენ და ეგრეთ, გამოდით კაცო ფარულად კი ვამბობთ, საჯაროდ აღიარეთ ხალხის და მე ვიცნაში რომ დიახ, ჩვენ თაყვანს ცემთ იუდეველთა ღმერთს იახვეს, იგივე ცაბაოთ უფალს. ადონაის რო ეძახიან ებრაელები. მე გადავწყვიტა უკვე როგორც ქრისტიანი იესოს მიმდევარი მოვიდე ტაძარში თქვენთან, გძლებთან თუ არ მოვიდე. ეს უკვე ჩემი წმენის თავისუფლება, აღსარებლობის თავისუფლება არის. ამიერიდან ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით მეგობრებო და დანარჩენი ყველაფერი არის თქვენში, სასופველი თქვენშია და ის სინათლე არის თქვენში, უბრალოდ თქვენ უნდა ეძებოთ საკუთარ თავში. და მე ყველა კითხვაზე პასუხი თვითონვე გაგეცემათ. ძალიან მარტივი არის, უბრალოდ ესენი манипуლირებენ, იმიტომ რომ იცი, თქვენი უცოდინრობით სარგებლობენ. თორე თქვენ რო წაიგითხოთ ბიბლია და კითხები დასვათ, ნამდვილად არ მოეწონება არც ეს სასულიერო. თავის სამსახურს დაკარგავენ უბრალოდ და კარიერას გაიფუჭებთ. თქვენ უბრალოდ დარჩებით მოტყუებულები, როგორ მოტყუებულები ხართ რა. მეტი არაფერი. აბა დროებით მეგობრებო და გისურვებთ განთავისუფლებას უმეცრების სამყაროდან. სინათლის, შინაგანი სინათლის მეშვეობის, შემეცნების გზით. ჭეშმარიტი გნოსტიკი არის ის ადამიანი, ვინც ღვთის იარაღი გახდა სიმართლის ხელში. ანუ სიმართლის იარაღი გახდა ღვთის იარაღი გახდა სიმართლეში.